საღამოშვიდობისაც ძვირფასი მაყურებელო, საღამოს მოგესალმებით, გამარჯობათ. მე იაგო ვახოც იქნება ალბათ, იმიტომ რომ ისეთი საცობები მოაწყო მერიამ, რომ დივერსია მოგვიწყვეს. ფაქტობრივად, ჩვენ ხო საერთოდ დივერსია მოგვიწყვეს, იმიტომ რომ აქ უბრალოდ შეუძლებელია მოხვიდე, წახვიდე, დილა საღამოს ღამე საცობი ერგვლივ, მაგრამ აი ერთი სამგზავრო, როგორც ბრძოლის სახშფოთება უნდა გამოვხატო, ერთსამ დავიწყეთ რა, ანუ რუსთაველი ხო გადათხარეს, მაყურებელი ალბათ ვინც გვისმენს და გადათხარეს და უბრალოდ ქვემოთ ჩასასვლელი, ფიზიკურად პარლამენტის უკან თუ გაქვს ოფისი, ქვემოთ ჩასასვლელი გზა არ არსებობს. უბრალოდ ერთი ისამ აქ იქნება ვინმე გვისმენს მერიიდან, გავაგონოთ იქნება ვინმე ხმა. აი რო ჩადიხარ ძველი იუსტიციის უკან გალერისთან, აი იქ გზის გადაკეტვა რატომ იყო საჭირო? ანუ უბრალოდ მთელი აქეთ მხარე პარალიზებულია იმის გამო, რომ კაფე გალერისთან და ზენიას მაღაზიასთან უბრალოდ ორი აგური დადო მერიამ და იქ ფიზიკურად ჩაუდობლად რომ გადადიოდეს და ზემელზე მანქანები ჩადიოდეს, ანუ მინიმუმ აი ეს საგიჟეთი არ იქნება, რაც ახლა ხდება და მე ვერ ხვდები უბრალოდ ეს 6 თვე ეს როგორ უნდა გაგრძელდეს. მეგონია რომ რაღაც აჯანყება უნდა მოხდეს საკუთრები ხალხის, იმიტომ რომ და მოწყვიტეს ნახევარკუნძულად აქციის თაწმინდა. ანუ რეალურად ყირიმისთვის აუქნათ უკრაინელებს ეს რაც კონცეფტი მოხდა ეს რა პოლიციელებს განხონდა უაზროდ იმასთან შუქნიშნებზე რა საჭირდება. ეხლა მაინც დააყენე იქ სადაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი პატარა ქუჩებზე ესეთი ბარდაგი მოეწყო, დილას მოდიოთ. ყავსურად მნიშვნელობა აქვს რომ მოსაძე მიდიხარ, სად მიდიხარ, რომ ბარდაგი, იმიტომ რომ რავი არის ის ზღომა რა ქნას რა, ხანიკიდან მოულიან, იქიდან მოულიან ამი მარშრუტები გაგეთვალა, სად უნდა სექტემბრიდან შენ წარმოიდგინე სკოლები, სამსახურები, რაღაცა შვებულება, აგვისტო რო დამთავრდება, უბრალოდ აქ რა იქნება? ხო და ვახო იწერება რომ ისაო 1 საათით ადრე უნდა მოსულიყავიო და უკვე 1 საათი გზაში ვარო და კიდე 1 საათი წინ მოეწერა და კიდე 1 საათი დავაგვიანებო, 2 საათზე მეტი მოუწევს, ახლა დიღმიდა და რომ შევხედე რუკას. დიღმიდან მოსასვლელი გზა არის. ანუ უბრალოდ არ არსებობს გზა, რომ და შეიძლება მოხვიდე. თაწმინდაზე. ვერტალებში დაიჯდე. ო, ანუ აი გვირთა მოედანი გაჭედილი, სანაპირო გაჭედილი, ზემოდან ხო გაჭედილი და გაჭედილი და აი უბრალოდ რაღაც გავიგე კაცო გზის რეაბილიტაციას კარგი ამოცანა ზოგადად გზები უნდა შენდებოდეს, რაღაც რემონტი კეთდებოდეს, მაგრამ ხო უნდა გათვალო რაღაც, აი ხო უნდა გათვალო გზები, მარშრუტები, ასე მოუარეთ, იქ პარკინგი, აქ რაღაც, აი რაღაც ხალხი რუსთაველი როგორ უნდა გადათხარო ისე, რომ ჩვეულებრივად აი სადმე არ იყოს გასასვლელი, რომ უბრალოდ ადამიანები ელბაქიძის დაღმართზე ჩავიდნენ, ან ვერისკენ გაგრძელონ გზა. ეს როგორ შეიძლება გააკეთონ? რა მახსენდება იცი ის ბოსტონში ის რა ქვია, რაღაც გზა გაყავდათ რა და ეს უნდა ამოეთხარათ გვირაბი და იყო გზა რომ სემნო შეიძლება გაეთხარათ ჩვეულებრივად რა და არ შეიძლება გზას ხო ვერ გადავკეტავთ და ამიტომ ის ჰელიუმ ჩაასხეს მიწაში გაყინეს მიწა და ესე ქვემოდან გვირაბი გათხარეს რა იმიტომ ის არ ითხრებდა რბილი იყო რა ქვიშა იყო და გაყინეს მიწა და ესე გათხარეს შინით რომ ზემოდან გზა არ გადაეკეტათ კაი გზას როგორ გადავკეტავთ ხო და აი ხდება ნახევარქალაქია პარალიზებული ამხელა გზა შვაცენში გადაკეტეს და არაფერზე არ ეფიქრე. საერთოდ პოლიციელი არ დგას გზა, არაფერი ხალხს გადავკეტეთო რა. გადავთხარეთო თან. გეგონება აი რა გადათხამიდის ახლა იქ ისეთი რომ ნელ-ნელა ვერ გადათხრიდი რომ გზები დაგეტოვებინა და პატარა ნაკვეთი მარტო დატოვე გადასაკვეთი რა, რომ ქვევით მაინც ჩახვიდი ასე, ჩახვიდე ქვევით და გადახვიდე და ისე და მე იმას მიხედავ რა, დანარჩენ ყველაფერს რომ ამოთხრი და გადათხრი და გააკეთე, მე მიხედე იმ პატარა მონაკვეთებს. ხო, ნუ აი ჩვეულებრივად გზა როგორ შეიძლება და დამაკავშირებელი. ანუ ერთი ნახევარი გადათხარე, მეორე მიხედე. რაღაცა აი რამე გააკეთე, ბოსტაბოლს ის შემოვლითი გზები, განთავისუფლებელი მანქანები რო არ იყოს, იმათ პარკინგები მოუგონე, რაღაცა რომ ორი ზოლი იყოს ერთის ნაცვლად. ორი ნაკადი მოდის, ამე რაღაც ქუჩები რომ არც ასოდ აზად მოგიო რომ ორმხრივია, კაი. და იქ ხა ორმხრივია, იმიტომ რა უნდა ქნა. ხო და ნუ ეს მე არ ვიცი. და მე ეს ნიაბობე რომ თავის გინება არ შეიძლება. ეხლა რამდენი ადამიანი აგინებს უბრალოდ. რამდენი ადამიანი სრულიად დასახურებულად აგინებს თავრობას. მარტო რუსთავის გადაკეტვის გამო წარმოიდგინე. ეს რო ჩამოთვალ. ხოლმე ჯარიმები რო გამოუწერო ეხლა ამის გამო. ხო და ნუ აი მოქალაქემ რა უნდა დაარღვიოს სხვისი გადაადგილების თუ დისკომფორტის ის უფლებები ისე რაც უბრალოდ ახლა რუსთაველზე არის მოწყობილი და 6 თვე გაგრძელდებაო თან. ანუ ახლა კაი ჟანდაბას აგვისტო, მაგრამ 6 თვე გაგრძელდება ბიჭო ეს საგიჟეთი. ხო, ჯერ ხო 3 თვით მე არ გვეყოფაო თქვენ. ხო და რა ერთი ქუჩაზე ასფალტის დაგება. აი ქუჩაში ასფალტის დაგებაზეა ლაპარაკი. ხო, ასეთი სიტუაცია გვაქვს, მაგრამ ნუ რაც არის. დაჟე ოფისს ვეძებთ ფაქტობრივად ახლა ისე დაგვეპარალიზეს. არა, ამის გამო არ ვეძებ ზოგადად არა, ამის გამოც. მე უბრალოდ მერიდება უკვე სტუმრებს უთხრა რომ გადაცემაში სტუდიაში მოდით მეთქი, მართლა მერიდება, რო ვიცი რა გამოსავალი, რამდენი გველი შაპი უნდა მოკლას, კაცმა აკანონე მოაღწევს. ხო, მაგრამ კაი ოფისი არ იქნებოდა ცუდი. ხო,
ესე იგი სამი თემა გვაქვს. ეს პირველი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, ასე ვთქვათ, ახალი ეტაპები. მეორე არის ნარკოპოლიტიკა. დღეს 8 წელი სრულდება, რაც საკონსტიტუციო კანაბის მოხმარება ლეგალური გახადა. და მესამე ფანტასტიკური ამბავი მოხდა ამერიკაში, ამ ფაუჩი დაკითხეს და როცა იცოდა იმუნიტეტი და რა მოხდა, მაგრამ ვერ დავიწყე მაგას. ხო და ნუ მოდი ამ დავიწყოთ მithumet ეს ვახოს ველოდებით. ესე იგი ბაიდენმა გამოსცა შეწყალება ბოლო დღეს და ფაუჩი შეიწყალა ყველა შესაძლო დანაშაულისგან, ანუ რომ ცნობილიც არ არის, რომც გამოვლინდეს 2014 წლიდან დაწყებული 2014-დან 23-მდე, 24-მდე. 2014 წელი რატომ იყო არჩეული ხუთაშორის იცი? აი რა მოხდა 2014 წელს თუ იცი? 2014 წელს ამერიკის CDC-მ ანუ ამ ვინც არის ჯანდაცვის ხო რაღაცამ დააფინანსა უჰანის ლაბორატორიაში კორონავირუსის კვლევები. ანუ ისაც ეს მაშინ ამის უფროსი იყო? კი. და აი იქიდან ზუსტად აი ეს პირველი კავშირი არის უჰანის ლაბორატორიას კორონავირუსის და ფაუჩის იქიდან მოყოლებული ყველა შესაძლო დანაშაულზე ბაიდენმა შეიწყალა. და მიუხედავად ამისა, ხო ეს ამერიკა ხო არ მოდიოდა კონგრესზე, არ მოდიოდა, იმიტომ რომ ესე ეძახოდნენ რომ მოდი რაღაც იქნება ისე ასე მოხდეს, არ მოდიოდა და კარგია, მაშინ ისა კანონის ძალით მოიყვანთ რა იმასე, და კაი მაშინ მოვალ და მოვიდა ადვოკატები. ნუ ჯერ ადვოკატი დავжда გვერდზე, დამაგარი ამბავი იყო და ეს ეუბნება სენატორი რენდ პოლი, ჩვენი ლიბერტარიანელი რო არის. რომ არ თქვენ არ ხართ დაბატებულიო წადითო რა აქედან ადვოკატს. არო რაღაც ეუბნება, წადითო არ ხართ დაბატებულიო. არაო და ნუ არ ხართო, არ შეიძლება მაგიდასთან იჯდეო და ხო ეს იურისტი მე არ ვზივარო მაგიდასთან და გაიწია რა, მაგიდასთან არ ვზივარო და გვერდზე ის რა და ესე ნუ კაიო, ხმას თუ ამოიღებ და გაგაგდებთ. და ეს გაჩუმდა ეს. და მე რაღაც გადაერთო ეს რენდ პოლი რაღაცა და მე დაუბრუნდა ამ ადვოკატს და უბრალოდ რაღაცას ლანძღავს. და მას რაღაც უპასუხო და გააგდეთ ეხლა ეს და გააგდეს დარბაზიდან. და დაждდეს ფაუჩი რაღაც განცხადება წაიკითხა და თქვა რომ მეო ჩემი ადვოკატების რჩევითო არაფერზე პასუხს არ გავცემ. დუმილის უფლების გამოსაყენებლად და კომისიაზე. კი. და ჯერ ხო და ერთი კითხვა, ორი კითხვა და 111 ჯერ თქვა უარი, 111 კითხვა დაუსვეს და ყველაზე უპასუხო ერთ ეგ რომ მე რაღაც მეხუთე ჩასწორებას ვიყენებ და ვიყენებ დუმილის უფლებას. და მე თან გადაობა დაუწყეს რომ ისევ დღეს რა დღე არისო სად იმყოფებითო და რაღაც ასე და მე რაღაცა პირამი დედა შეაგინა აი ქართულად ანუ უბრალოდ შეაგინა ფაქტობრივად ფაუჩის იქ რომ ვინ ჩემი ფეხები ხარო დაახლოებით ასე ჟღერდა ეს ამბავი ნუ რაღაც ფანტასტიკა ხდებოდა რა და თელი მუღამი ის რომ უზენაეს სასამართლოს განსაკუთრება ქონია მიღებული რომ დუმილის უფლება იცავს იმას რომ შენ თავი არ დააზიანო ამიტომ უჭირდება დუმილის უფლება შენ თუ უკვე შეწყალებული ხარ და არაფერი არ გემუქრება რა ის დუმილის უფლებაო არაფერში არისო დუმილის უფლებაო და ეხა იდეა რომ იდეა რა რონპომ და დაინციროს რომ სენატის უპატისხმობის გამო სამთვიანი პატივი ეუქრება და ნუ აი რაღაც მაგრამ უბრალოდ ისეთი მარაზმი მოაწყო ადამიანმა რომელიც თან ისე ამოუქეკეს ძველი ისინი ქვია ჩვენებები რომ მეო სენატში მივალო კაცო მე არაფრის დასამალი არ მაქვსო რაღაცა და ტრამპს რა პოზიცია აქვს ტრამპმა გააბლატავა თავის დროზე და მაგიტო გაუვიდა მაგას ეგ ნუ არა მარტო ყველა ტრამპმა მაშინ უკან დაიხია შეეშინდა ფაქტობრივად ამ საზოგადოებრივი წნეხის მაგრამ ისა ყველაზე გადაობა რა არის ამის უკან რადგანს მისი ესა დღიურები დაიდო ამ ფაუჩის დებილს დღიურები ქონია და საიტყანს გაჟონა და რა წერია და რაღაცები ჩვეულებრივად რომ მე რაღაცა სიკვდილიანობა ასეთი მეგონა ანუ რასაც ლაპარაკობდა და ის რომ სხვა რაღაცას თავის თავს როდა მე თან ვიღაცებზე სახეობებზე წერდა რომ მე უფრო სექსუალური ვარ ვიდრე ეს რაღაც ხალი და რაღაცა სიგიჟე უნდა მარაზმატიკი დეგენერატი რო არის ვიღაც იმის დღიურები დაიდო და სამყაროს მართავდა ეპიდემიას ხო და ანუ ეს რაღაც ერთობლიობაში რო შეხედო და თან რო ეს მე ვარ მეცნიერება და ჩემი რა თქვა მეცნიერების რაღაც ასეთი ტიპი რო გაიჩნდა და ხალხი რო ამბობდა შენ ხარ გენიოსი და რაღაცა და როცა ჩვენებას მოთხოვეს მე არაფერს არ ვიტყვიო და დაუთვალეს რომ 1500 რაღაცჯერ ქონდა გამოსვლა ტელევიზიაში ამ კოვიდზე და ერთხელ ზოლივით ამოუყვანეს თავს და ერთხელ მოსთხოვეს ფიცის ქვეშ ეს ჩვენება მიეცა და ამაზე უარი თქვა
და ეს იმხელა გასაგებია ხა და ვისეტენება პოლიტიკურად გარდა თავად ხა ფაუჩი უკვე წასულია პენსიაზეა და ვინმე შეჭრა. ხო და მე მგონი პრობლემა ფაუჩიში არის, იგი ის რომ მარტო ყოფილიყო ამ ამბავში, რავი რა. ჩინეთის მთავრობაა მეორე ალბათ. ჩინეთის მთავრობა თავისთავად ჯანმო, მთელი ეს ფარმაცევტული კომპანიები, ამხელა ინდუსტრია, ამერიკის CDC-მ დააფინანსა უჰანის ლაბორატორიაში კორონავირუსის კვლევები. ეს რაღაც გაიქცა თამირიშვილებს ეს ხო, გაიქცა. დამალეს ინფორმაცია. საერთოდ სამეთო მალავდნენ რომ ვაფშე არსებობს ექიმი მოკდა ვინც გაავრცელა ეს ინფორმაცია მოკდა ამ კორონავირუსით იმიტომ რომ ამბობდა რომ კორონავირუსია რაღაცა ხდებაო და იანვარი იყო თუ რაღაც მოკდა და მანამდე ჯერ კიდევ უარყოფდნენ იტალიაში ფთებერვალში ვის იყო კამპანია იყო ჩაიხუტე ჩინელსო იმიტომ რომ ისევ ნაციზმი არისო ნუამბოთო ჩინელების შემოტანილი არის ასეთ სიგიჟეებს აწყობდნენ ხალხი ყველაფერი იცოდა თავიანთი გამოგონილი ვირუსი იყო ამას ამერიკელები აფინანსებდნენ ჩინეთში ჯანმომ იცოდა ყველაფერი. ჯანმომ ყველაფერი დამალა. ჩინეთის მთავრობამ დამალა. ხო, მე ცალკე ამბავი ეს ფარმაცევტული კომპანიები, იმიტომ რომ ისა არ გახსოვს ვაქცინაზე რომ ამბობდნენ, რომ ისა თუ გაიკეთებ, აღარ იქნები გადამდებიო. რომ აბსურდი იყო თავისთავად, იმიტომ რომ ვაქცინა გადადებას კი არ უშლის ხელს, უბრალოდ შენი იმუნიტეტი წალი, მაგრამ ასეთ ტყუილებს ავრცელებდნენ. ეს მთელი რაღაც პირბადე ეს დისტანციაში მისცეს ყველაფერი ფაქტორი ტყუილი იყო ან უბრალოდ ხელიდან გამოწვეული იყო არ იყო დასაბუთებული კურნალობა ასეთი კურნალობა ისეთი და აი პანიკა ამიტომ მატყდა ჯერ ხო 6 თვე ფაქტორი ვრცელდებოდა ვირუსი რაღაც სანამ თებერვალი მარტი დადგა და სადაც სიკვდილიანობა გაიზარდა მანამდე ვრცელდებოდა ნოემბრიდან ვრცელდებოდა ხო ხდება ჩვენეთ გაბაზდა იანვრის ბოლოს კი ჩვენ იანვრის საერთოდ ინფორმაცია გავრცელდა და ესეთი ჩვენთან პირველი შემთხვევა მეგონი მარჩი დაფიქსირდა ну რაღაც ხო აი ძალიან ცოტა იყო რა პოსტი დავწერე თებერვალია და მოხდენ ვიცი ხო და იტალიაში რაღაცაც აი ცოტა ადრე რა ხო და წამოიგინე რომ რამდენიმე თვე ქონდა სამყაროს რომ ჩვენი მომზადებული იყო გაერკვია რა ხდება რა ვრცელდება რა ვირუსია როგორ შეიძლება უმკურნალო ხდები ჩვენ კვლევებს ჩაატარებდი ბოლოს და ბოლოს რა მე ვაქცინა რო შემოიღეს ტყუილები თქვენ ამ ვაქცინაზე ვაქცინას რაღაც უკუშედეგებზე ყველაფერი და მთელი სიგიჟე მოხდა და რაღაც ვიღაცამ 5 ჯერ გაიგეს კაცო ეს ვაქცინა ხო და ბავშვებს უკეთებდნენ ვაქცინას არ და ბავშვები და ახალგაზრდები საერთოდ არ ყვდებოდნენ რომ სიკვდილიანობა ძალიან დაბალი იყო მოხუცებზე იმაზე იყო აი მას შედეშნება ძალიან ბევრი დაიხოცა მოხუცა სახლში და ისინი მოკვდა რა ბევრი ანუ შენ წამოიდგინე რომ რაღაც ვირუსი შექმენი და რამხელა პასუხისგებლობა გაქვს რომ უბრალოდ ხალხს შეატყობინო და ეს მოხდა და ამიტომ აქ ამერიკის მთავრობა შეიძლება საბოლოოში პასუხი აგოს რომ დაფიქრდი ეს რაღაც სასამართლო რო გაიჭროს სოფლიო მასშტაბში ჩინეთის მთავრობა ხო უბრალოდ ვალდებულია თელ სამყაროს კომპენსაცია გადაუხადოს ჯანმო ხო გასაყრელია ციხეში გასაშვები თავიანთ რაღაც კომუნისტი ის კომუნისტი ვიღაც ეთიოპიელი ნისყავთ რა ისე ჩინეთის მაშინაც ის იყო და ახალც ეგ არის ეხ არ ვიცი ვინ არის მაგრამ მაშინ ის ჩინეთის დასმული ტიპია მოდიქტატორო თუ რაღაცა ხო რა დებილი ვიღაცა ხო სისხლები ხონდა და აი მინიმუმ აი ეს ექსპერტი არაპროფესიონალები ჩვენაც რო დადიოდნენ და ყველაფერს იმერ ჯანმო რომ ამის თქო ჯანმო რო იტყვი ჯანმო და რაღაც აი სამეული რო ყავდა ჩვენ სამეული ესენი ხო ყველა ლოკალურად გასასამართლებელია რო დაფიქრდე რა ხო და რო და ისეთი მასშტაბი შეიძლება ვეღარ გაასამართლო რაღაც ნახევარ რაღაც სამყაროს ხო ვერ გაასამართლე ვინც ამაში ექიმები ან ყველაფერი ამის აიტაცეს და ისა და გმირებად გამოცხადებულები ხო მაგრამ ნუ აი მედლები გაცეული მინიმუმ აი როგორ არის იცი აი აშკარა მაგალითი დაიდო რომ ხალხი როგორ გამოშტერდა ოღონ გლობალურ მასშტაბში და სასამართლოებმა როგორ ვერ იმუშავა კი როცა საჭირო იყო უფლებების ნაწილში სასამართლოება ვაფშე ვერ იმუშავა ის სასამართლო ჩავარდა იმ ნაწილში რისთვისაც არის შექმნილი პანიკის გაკონტროლების დროს კი ხო და ძალიან საინტერესო ამბავია ანუ მე რატომ მოვუწოს კიდე ეს ამერიკული ამბავი ცი აი ამერიკის დამახასიათებელი ხო რაღაც ინტერესთა ჯგუფია რომელიც ამას ქეკავს გაიგე უკვე ყველამ ვითომ დაივიწყა არ უნდათ გახსენება იქ რაღაც უკრაინაში ომი ეს რაღაცა ის ხალხი ქეკავს და ასე ვოლდ მაინც მოათრიეს მაინც რაღაცა ქნეს და მიდის რა საქმე ხარ ვიცი სამდე მიიყვანენ ამას ბოლომდე მაგრამ მე ესე მგონია რომ ფაუჩი უფრო თავს იცავს იმ გაგებით რომ არ მოკლან ამან რომ ლაპარაკი დაიწყოს რავი ხა ეფშტეინი მოკლეს და ფაუჩის მოკლა რა პრობლემა ხო და ნუ გააჩნია ვინმე ძეს მოსაკლავად ვინც დააკითხა ეს ხა ამერიკის მთავრობა თუ იცავს ვერ მოკლავენ ეგრე მარტივად ნუ ხო რა ვიცი ეფშტეინის ციხეში და სადაც თვითმკვლელობა შეუძლებელი იყო და თავი კი მოეკლა რაღაცნაირად და ამიტომ როგორ გითხრა იცი ესეთი ამბავია ამერიკის მთავრობაც არ არის მონოლითი ხო და ამიტომ რთული ისტორიაა მაგრამ ძალიან საინტერესო მე მგონი თუ არ გიყურებიათ ამ დაკითხვას სენატზე მე მგონი
ღირს რო უყურავთ, უბრალოდ მიხვდეთ, აი რა ადამიანზე იდგა ფაქტობრივად ეს ყოვითან ბრძოლა და ვინ იყო იმის მეცნიერების ეტალონი გამოცხადებული. ხო და ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ამბავი. შემდეგი საკითხი ნარკოპოლიტიკა. ხო, ნარკოპოლიტიკაზე დღეს გავიდა 8 წელი. მას შემდეგ რაც ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარება არის ლეგალური. და დღეს რატიანს ახალგაზრდა კაცს 15 წელი მიუსაჯეს მარიხუანას კულტივაციას, შეიძლება გასაღებაც რა არის არ ვიცი ზუსტი მუხლი, მაგრამ მარიხუანის გამო, ანუ რომლის მოხმარებაც ლეგალურია, იმ ნივთიერების გამო გადაწყვეტილებიდან 8 წლის თავზე საქართველოს სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა ახალგაზრდა კაცს. რო იცოდეთ მან შედარებისთვის გილოცა. გამარჯობა. ის ვიცი რომ თქვი და აი მართლა 2 საათზე მეტი დაჭირდა თელავში რა ჩახვიდა იგივე დრო ჭირდება რომ აქ მოხვიდა. არა, აქ იმან დივერსია აქვს მოწყობილი. ხო, და ანუ 8 წლის თავზეც ადამიანი მკვლელობისზე უფრო დიდი სასჯელით, იმიტომ რომ 8-დან 15 წლამდეა მკვლელობა ასმევი მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის 15 წელი მიუსაჯეს ადამიანს კანაფის მოყვანის გამო. 8 წლის მერე ზოგადად ასე გავიგეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ასევე უამრავი შემთხვევები, არ ვიცი, მართლა უამრავი შემთხვევა არის ზოგადად, როცა ადამიანები მოდიან და ის შემზარავ ახლა იყო მაგალითად ადამიანი მოსული უთხარი რომ მეთქი შეათანხმე მე თქვენს ქმართან მეთქი და ის მეთქი მე დავილაპარაკოთ როგორ გავასაჯაროთ ეს საქმე მეთქი. ადამიანს აღმოუჩინეს 3 ცალი ლირიკა და მიუსაჯეს 4 წელი. მაგრამ საქმე იმაში რომ რეცეპტითაა გამოწერილი და რეცეპტი საქმეში არ ჩაიდო, იმიტომ რომ დააგვით პროცესუალურად დაგაგვიანდათო ამის წარმოქმნაო და ეს რეცეპტი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში დევს ამავდროულად. ანუ კაც რომელსაც რეცეპტით აქვს დანიშნული წამალი ციხეში 4 წელი ახლა ამ წამლის ხონის გამო. იმის გამო რომ შენ ეს რეცეპტი დროზე მოგიტანაო. ეს ის ციხეში. გუშინდა აბსურდის ის არის რა, თეატრი. ხო, ანუ ჩვენ იდეაში ნარკოპოლიტიკის აი თელი რაღაცა როგორ გითხრათ, აი ფეილი მდგომარეობს ახლა იმაში, რომ ადამიანი უბრუნდებით იმ ეტაპს, როცა ადამიანები და დღითიდღე არის სულცელდება ინფორმაცია, ვიღაცა ბიოთი გარდაიცვალა, ვიღაცას ეს დაემართა, ვიღაცას ეს დაემართა და პარალელურად კანაფის ლეგალიზაციიდან 8 წლის თავზე 15 წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელიც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ისარგებლებდა ამ სასამართლო გადაწყვეტილებით. ანუ რომელსაც იმპლემენტაციაში უნდა მიიღოს შინაარსობრივად მონაწილეობა. ანუ ადამიანს მიცეს რაღაცის უფლება, იმ უფლების რეალიზაციისთვის ეს კაცი რაღაცას აკეთებდა და მიცეს 15 წელი. არ ვიცი, აი ესეთ აბსურდებს თავის დროზე რომ არ მივაქციეთ და არ აქცევს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებას რა, რომ აი ლეგალიზაციის პარალელურად მოძიების საშუალებები რო არ არსებობდა. და ვითომ და ნახევრად კანონიერ რაღაცა ესეთი ბუნდოვან სფეროში რომ გააგრძელა საქმიანობა, მათ შორის ბიზნესმა, ვიღაცები რო კმაყოფილები იყვნენ, რომ აი ეს ხოცემა ხო ნახე რა მაგალითად ახლა ბოლომდე რადგინად გაწვაგე ხო გააკეთეს. როგორც კი ნებაზე გახდა დამოკიდებული, ეგრევე შეიცვალა პოლიტიკა მიუხედავად დაწერილი კანონისა. კი ბატონო. და მე თავარი ინდიკატორი ამ ყველაფრის გონია ის, რომ ზოგადად ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერმა ჯგუფებმა არჩევნებში ვერ მიაღწიეს, ამ ჯგუფმა ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში. არც ასევე დაკონსოლიდირება. ანუ ანუ სინამდვილეში ჩვენ რო აქეთ წარმოვიღოთ, ანუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ადამიანების რაღაცა თუნდაც ღირებულების გარშემო გაერთიანება. ხო, და კიდე რა მეგონა აი ხერას შენ მოყევი, ხო? ასეთ ის რო იყო, მაგას კანადელი რო ჩამოვიდა რეცეპტით თუ რო გერმანელი და რა. ხო, მთელი ამბავი ატეხა მედიამ, რომ გერმანელი რო დაიჭირეს რეცეპტით, ქართული რო დაიჭირეს რეცეპტით, ეს არის ამბავი. აი ხვდები, რამდენი ასეთი უდანაშაულო ადამიანი ზის ჩვენთან. და არავინ კი არ ფიქრობს ამაზე, რომ რავი, არ უნდა იჭერდე ასეთ ადამიანებს და იქ რაღაც გერმანელი რო გაიჭირდა, მაშინ გააშვეს, კაიგეო. მაგრამ მანდაც აი სიტყვის თავისუფლებაზე ორმაგი სტანდარტია და ახლა ესეთი ორმაგი სტანდარტია რა, რომ აი ვიღაცა არის, სხვა არის რა. კი. ანუ ჩემიანებს თუ იჭერენ,
ცუდია სხვისიანებს თუ იჭერენ რაღაც პრიმიტიული ის არის ხო ეს გერმანელი როა და ან კანადელი იმიტომ რაღაც ყოფილიყო რა ვიცი ბანგლადეშელი ვარ არც გაახსენდებოდა სავარაუდოდ მაინც იმას ასე თქვით ინსტიტუტები ყავს ვიღაცა მოიკითხა იქ საერთო ჩაერია იქ რაღაცა მოხდა რა არ ხო შეიძლება მაგრამ უბრალოდ აი შენი აი ვინც ამას აშუქებდა ვინც ამას რაღაცაზე ნერვიულობდა ალაიქებდა რაღაც აი რამდენი ათასობით ადამიანი ყავს ამ თუ იმ ფორმით ასევე დასჯილი იგი შენ ქვეყანაში და მე რა რეაქცია არ გაქვს და 15 წელი რაზე მიუსაჯა 15 წელი ადამიანი დაზრალებული რო არ გაქვს ხვდები აი კვლელი ეს არ არის კვლელს ნაკლები აქვს მისჯილი ბევრს ალეკოლის ტერორისტად გამოაცხადეს 15 წელი მიუსაჯა 13 ტერორისტის მასშტაბია რა არა ალეკოს მასშტაბი სიდებილია ზოგადად მაგრამ ნომინალურად შეხედო ალეკოს ტერორიზმია გასაუბრებლად 13 წელი აქვს და ეს მარიხუანას იმაზე მოხვანაზე და 15 ქვეყანაში რომელიც მოხმარება ლეგალურია. ხო, ქვეყანაში რომელიც მოხმარება ლეგალურია. გასაგებია რომ ის ტერორისტი არ არის, მაგრამ შენ ხო როგორც ტერორისტი ისე გაასამართლე. ანუ უბრალოდ სრული აბსურდია მართლა, უბრალოდ ადგილი არ არსებობს და ანუ პარლამენტი და ყოფილიყო, ხო, ამ ნახა წარმოგიდგენთ პარლამენტი ყოფილიყო და ოპოზიცია 60 კაცი ყოფილიყო და ამას აი გადანაწილებულად, სინქრონიზებულად ამას აკეთებდა. მოსყიდულები რო არ იყვნენ, ეს მაგით გააკეთებდა, ხო, ეგ არის რა ამბავი რა. თან რა ის კანაფის ამბავში რა არის, აი ალიკოს ეს შეადარო რა, დავიწყოთ ახლა ფაქტობრივი გარემოებები. ალიკოს ქმედებას ედავებიან, რომ ის დაწვავდა შენობა, სასამართლო სისტემის საბოტაჟი მოხდებოდა, რაღაც შავდებოდა, გაიგე და ამ რატირატიანის ამბავში, რომ გაიყიდა მთელი ეს კანაფი, არაფერი არალეგალური აღარ ხდებოდა, რომ მოწევა ხო ლეგალურია. ანუ შედეგში არაფერი ცუდი არ ხდება, კანონის თვალსაზრისითაც, გაიგე, ანუ შედეგი ნორმალურია. ეს მაქსიმუმ ეს ყოფილიყო ულიცენზიო საქმიანობა. შინაარსობრივად ულიცენზიო ან უნებართო საქმიანობა, რომელიც რაღაცა ტიპის სანქციას ითვალისწინებს, მაგრამ შეიძლება არც იყოს ერთ სამართალი. ჯარიმა, იმიტომ რომ გადასახადები არ გადაიხადა. გადასახადები არ გადახდა რა, მომენტ ეგ არის რა, საბოლოო ჯამში. კი ბატონო. ხო და აი ესეთ რაღაცა წარმონდენილი აბსურდი ხდება და სიამდვილეში აი ძალიან რასაც ვერ მივაღწიეთ ამდენი ხანი ეს პირველი არის და მეორე და მესამე აი ვიღაცას რომ ადრე ხო ველაპარაკებთ მედია იქნება ეს თუ პოლიტიკოსები აზრი არ აქვს აი იმიტომაც მაქვს ხელი ჩაქნეული რომ ეს ხალხი ამას ყოველდღე ხედავს იმიტომ რომ იმათანაც მიდის ეს ინფორმაცია ამ თუ იმ ფორმით და არ აღელვებთ მე რაღაც აი გაუგებრობით არიან დაკავებული ტელეპილოტს დღეს ჩავთე და ნაცმოძრაობის ყრილობაა მთავარი და მოვიდა რატომ არ მოვიდა იქ ბოგუჩავ. აი ფეხებზე არ კიდია ბოგუჩავ მოვიდა თუ არა ნაცმოძრაობის ყრილობაზე. კაც 15 წელი დაიჭიეს. აი ხვდები აი როგორ შეიძლება ერთი მეორე შეადარო უბრალოდ. მოსაწევის გამო ხალხს 15 წელი იჭერენ, ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, იმის გამო რა ქვია, Facebook პოსტის გამო იჭერენ და შენთვის ნაცმოძრაობის ყრილობაზე რატო არ მივიდა ბოგუჩავა ეს არის თავარი თემა. ნაცვლად იმისა რომ ოპოზიციური მედიები, მე ამჯერად მაგათი ოპოზიციურობის, მაგრამ ზოგადად ოპოზიციური მედიები აკონსოლიდირებდნენ ახლა რაღაც პონჩი გაბრაზებას საზოგადოების იმაზე რომ მართლა ქართულ კაცს გინება აუგზავნეს მთავრობის. იმის ნაცვლად რომ გამოსწორებული და საგინებლები არ ყოფილიყვნენ თვითონ ხალხს აუგზავნეს რატო ვაგინებდო ჩვენო ისეთები ვიქნებით რომ აგერ გზას გადავკეტავ მართლა ვიღაცა რომ აგინებს უნდა აუგზავნო მე რაღაცა გიჟობას ზოგადად ეს ტიტუშკების თემა და ეს აქამდეც მივა ანუ ვიღაცა აქეთ შეგაგინებს რაღაცას გიზამს და შენს რო იქეთ უპასუხო გინება შენ დაგიჭერენ გინების გამო ამისთვის არის მიღებული რა რომ კიდევ უფრო მეტად რო გაგამწარონ ხო არის რა ვიღაცა აქეთ რო ხსებს პოლიციელი იქეთ რო შეუვნო ხელი ხო შენ ჩაგაგდები ციხეში რა რაღაც პონჩი და პოლიციას აქვს უფლება შეგცემოს და ზუსტად ახლა იმათ ვიცეს გინების უფლება სინამდვილეში ახლა პოლიცია რამდენჯერ აგინებს ვიღაცას პოლიციას ხარ დაიჭერენ მაგინების გამო იმას ბრალდებულს ეჭვიტანს და დაკავების მომენტში იმდენი გინება არის რამდენიც გაგიხარდება ხო და იმას კი არ დაიჭერენ ანუ ეს სინამდვილეში არის რაღაცა კიდევ ერთი პროვოკაციის ფორმა არის გინების ჩადების ამბავია ეს და პოლიციამ ჩვენება რა თქვას რომ ორმა პოლიციელმა ეს კაცი გვაგინებდაო ნებისმიერს დაიჭერ პროსტა კი არა ხო სრული აბსურდია შეიძლება ესე შეხედო ამას რომ აი ხო იყო პოლიცია ჩვენიანია რა მაგრამ ნუ ის რაღაც ხელფასუხდი რაღაცა შევი მაგრამ აი ვიღაცა აქტივისტებიც ჩვენიანები არიან სინამდვილეში და იმათ პრივილეგია ჭირდებას რა ამ რაღაცა ბრძოლაში რაღაცა კოცების გადმოსახედიდან რა ნუ აი მომენტა მარტო ის კი არ არის პრივილეგირებული პოლიციელი ან დეპუტატი სამბავზე უფლებადამცველი გაუშვეს სასამართლო რო იყო როცემა ვიღაცა ტიპი ისა გამოუშვეს კი დონდარდუმბაძის ამბავს ხო კი გამოუშვეს 500 ლარიანი გერაუთი კი გამოუშვეს რომელია კაცო ერთი 200 კაცი დახვდა კი და ვიღაცება შეაქეს ყოჩა ის დიტო სამხრაძის ხალხში დახვდა უცნობი რაღაცა და გმირს როგორც გმირს ეროვნულ სისმინდეებს რო ისავ ესეთი ადამიანი დახვდნენ და აშუქებდნენ და მთელი ამბავი აი უბრალოდ აი თან ეს ხალხი იგივე ხალხი ძილობას იცავს ინტერნეტში
გინება ცუდი არისო, როგორ შეიძლება ქართულ კაცს ისო და ყველაზე მეტად რა მოწონს იცი აი ამ გინების ცველის უბრალოდ დილობის ცველებში ვიღაცები წერენ რომ აბა თუ კაცმა შემაგინა რა უპასო ხო რა ვქნაო ხედა კითხვა და არ მჯერა უბრალოდ რომ აი ამ ქვეყანაში გაიზარდა ეს ადამიანი არ გაიზარდა რავი არ უნახია ბავშვობაში რავი სკოლაში ვიღაცას თუნდაც არ მოქცეულა უნივერსიტეტში რამე არ მოხდარა და არ იცი რა უნდა გააკეთო როგორ იქცევი ამ სიტუაციაში რა ინკუბატორში გაიზარდა ეს ხალხი თავი თვითონ იმას რო შეხედა ამას რო შეხედო ნოდარ დუმბაძის პრიზმიდან რა ანუ წარმოიდგინე რომ რა უცნაური ბედი ქონია საქართველოში ნომერ პირველ კომიკოს მწერალს რომლის სახელის დაცვის გამო სხვა კომიკოსებს ცემენ ანუ აი ყველაზე დიდი კომიკოსი მწერალი სხვა კომიკოსებს გადაცვალების შემდეგ მისი სახელით ვიღაცა სულელი ხალხი ცემებს სხვა კომიკოსებს ეს რო ენახა ნოდარ დუმბაძეს თვითონ ამაზე რა ტრაგიკული და სასაცილო დროულად რა უნდა იყოს დრო ნოდარ დუმბაძეს იცავდა მუშტებით სხვა კომიკოსებისგან ორივე აბსურდია ანუ ყველგან აბსურდია გინდა ნარკოპოლიტიკა აიღე გინდა ეს აიღე აბსურდია აბსოლუტური ორივე თან ისეთი რა არის ძალიან აბსურდია რო არ გჯერა ის 2-3 თვის წინ რო გეთქვა რომ ხალხი დაწერდა ამას რომ არ გინება არ შეიძლება ჩვენ კოცები არ ვიგინებით რაღაცას ანუ ხო ვერც დაიჯერებდი რომ ესენი ამას იკადრებდნენ და გისმენთ რა კოვიდზე რო ლაპარაკობდით რა გახსოვთ კოვიდის ამბავში მაგაც ხო იგივე აბსურდი იყო ანუ ჩვეულებრივად რა ვიცი მაგალითად ეპიდემიოლოგია არ ყოფილვარ და რაღაც არაფერი სპეციფიური ცოდნა არ მქონია. რაღაც ხო გვასწავლიდნენ, ანუ სამედიცინო ინსტიტუტში რაღაცას გვასწავლიდნენ, რაღაც ვირუსოლოგიას გვასწავლდნენ. აი ძალიან აი ზოგადი ცოდნა რა, ესეთი არაპროფილური. თუ ის რამე მართალი იყო. როგორც კი აი თავიდან ჩვენ როგორ გავაკეთეთ რაღაც იაგომ კითხა მაქვს პირველი პოსტი რაღაცა. შენ რას ფიქრობ თუ რაღაცა ესეთ აი სულ პირველად რო გაიჩიტა რა. და მე უბრალოდ გავიხსენე ჩემი პრიმიტიული ცოდნა, ან რომელიც რაღაც როდისღაც მე ვიღე რომ აი რაღაც პირბადე ვირუს ვერ აჩერებს, რაღაც ვაქცინა რა შვება, რაღაც აი რაღაც ჩვეულებრივი ამბები რა, რომელიც ნუ იმ მომენტში რაღაც რაც წარმოიდგენ თუ მე რა ხდება სამყაროში. ხო, მაგრამ ეს აბსურდი ხო ამერიკაშიც მოხდა. ანუ ეგეც ხო აბსურდი იყო, როგორ შეიძლება აი მაგალითად, ანუ ეგ დადასტურებულია, იმიტომ რომ ეხა CDC-ის უფროსი ვინც არის ის ტიპი იყო ოქსფორდის პროფესორი ეპიდემიოლოგი წარმოიდგინე რომელმაც 30 თუ 35 კილოგრამი დაიკლო აი კაკრას ბულინგის გამო რა ამ ხალხმა რომ ისაქნა დააკენსელა ლამის უნივერსიტეტიდან გააგდეს აი მთელი რეპუტაციას ულახავდნენ YouTube-ზე დაბლოკეს აი ყველაფერი უქნეს წარმოიდგინე რა და აი ეს აბსურდი რასაც ფაუჩი ეხლა აი სასაცილოდ რო ჟღერს და ყველა რო იციდის რომ რასაც იმებში წერს თავის დღიურებში წერს და რაღაცა გიჟო თურმე ეს კაცი ანუ თელს მეცნიერებაზე ზემოთ დადგა წარმოიდგინე რა ანუ აი სიმართლეს რო შინაარსი არ ქონდა გარჩევას რო მნიშვნელობა არ ქონდა მარტო პროპაგანდა რო გაიჩნდა თორე წარმოიდგინე მაშინ რომ ეს ბატაჩარია ფაუჩის წინაშე ვინმეს დაესვა და რო ელაპარაკათ ამ ორ ადამიანს საჯაროდ ვაფშე როგორც ეპიდემიოლოგთან როგორც რაღაცა ვირუსოლოგიაზე ცოდნის თან ეკონომისტია იმას მეორე სპეციალობით არის ეკონომისტი წარმოიდგინე და ფაუჩი არა ეს დღევანდელი CDC-ის უფროსი რომელიც კი რაღაც მოკლეს ფაქტიურად იმის დროს კოვიდის დროს რა ანუ აი თელმა საზოგადოებამ მოკლა რა ლამის რა ოღონდ მილიონმა ექიმმა მოუწერა ხელი ანუ ის მილიონი ანუ ერთ-ერთი რაღაც მე ამაყება რომ მეც ვიყავი რა ერთ-ერთი ექიმი მაგრამ ანუ იმენ ეგ სამედიცინო იმას მიმართას და მილიონი ხელმოწერა მოაგროვეს მაშინ რომ აი ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება არის აბსურდიო და გაატარეს წარმოიდგინე მილიონი ექიმის ხელმოწერა და ვინ იყვნენ ამასთან ანუ ამისი მეგობრები იყვნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ოქსფორდის ეს სტენფორდიდან არის რა ანუ სამი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის პროფესორი ფეხებზე დაიკიდეს წარმოიდგინე და ფაუჩის დაუჯერეს რა ფაუჩის და იმას კომუნისტი როა ჯანმოს რაღაცა ხო რაღაც უცნაური გვარი აქვს ხო მოკლედ ეთიოპიელი არის ხო ანუ კომუნისტი იყო აი რო წაიგით ხო მართლა ვიკიპედიაში წერია რომ აი მისი ისტორია არის კომუნისტური ისტორია რა წარმოიდგინე ამ ხალხმა კომუნისტებმა ამ საზოგადოებაში რომელიც ვითომ რაღაც მეცნიერებას აღიარებს რაღაცას გვასწავლიდნენ რაღაც უნდა დაგვეჯერებინა რა ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა ხო და აი ეგ არის რა რომ მარტო ჩვენი ამბავი კი არა ის სამყაროში არის ეგეთი სიგიჟე რომ სიმართლის ღირებულება დაეცა რა
ხო, იმიტომ რომ რავი, თუ მაგალითად ლოგიკის შენ თუ სიტყვაზე არ ვიცი, მოხმარების ლეგალიზაცია გაქვს ქვეყანაში, როგორ შეიძლება ის რასაც როგორ შეიძლება საზოგადოებამ კი ხო არ დასვას. და როგორ შეიძლება არათუ არ დასვას 15 წლით გაუშვას ამის მე ადამიანის ციხეში, ხო? აი ხო და რავი, ჩვენ ხო სინამდვილეში ხარ რავი, სერიოზულობას ვთხოვთ ხალხს, იმიტომ რომ ამდენი ხანი გეუბნებოდით ამას, გეუბნებოდით კოვიდზე, იმაზე რა ქვია, ნარკოტიკებზე, მაგრამ ну, რავი, მე მგონი ახლა სხვა რაღაცა გვინდა რა. არა, ზოგადად ჩვენი გამოწვევა ის არის, რომ ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია თქვა, ხო გეუბნებოდით, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ამაშია მთელი ჩვენი პრობლემა. თორე, ну, რავი, ცხადია, კორონაზეც ვეუბნებოდით, ნარკოპოლიტიკაზეც ვეუბნებოდით. ეს ხომ ეს კაპიტალია, ხო გროვდება. არ ვიცი, კაცმარეს ის გააჩნია, როდის გამოიყენებ ამ კაპიტალს, შეიძლება უკვალოდ არაფერი არ ხდება სამყაროში, მათ შორის ფილოსოფიურად, მაგრამ ფაქტია, რომ შენ შეიძლება თუ არა მისი პრაქტიკაში იმპლემენტაცია, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს საზოგადოებისთვის. ნებისმიერ იდეას მათ შორის ის, რომ კაცი არ დაიჭირო მოსაწევის გამო. რაც ახლა ხდება 15 წელი არ ვიცე, რასაც ამდენი ხანი ვეუბნებოდით. ზუსტად ასევე შეგვიძლია ხო გეუბნებოდით. ეხლა უბრალოდ ინსტრუმენტი არ ვაკეთებ, ხო შეიძლება მართლა მიმართო ადამიანებს, რომ აი აგერ მსხვერპლია რა, ჩვეულებრივი მსხვერპლია. რა 8 წლის თავზე 15 წლით კაცი აი ლეგალური პროდუქტის წარმოების გამო გაუშვეს ციხეში. ხო შეიძლება მიმართოთ ადამიანებს, მაგრამ უბრალოდ აი ისე არის დეგრადირებული, სიტყვის თავისუფლებაზე არის შემდეგი ამბავი, ხო? სადაც უბრალოდ არავინ არ დაგიჯდება და არავინ არაფერს არ აგიხსნის, უბრალოდ შეუძლია ციხეში დაგიჭირონ. იმიტომ რომ შენ რასაც იძახი, რავი, მაგალითად აყენებს შეურაცხყოფას ქართველი ხალხის ჯანმრთელობას. ან რავი, რაღაც გიჟობა რო გითხრა. მუნდირს მოხერხე. ხო, რავი, რაღაცას შენ გინდა რომ ქართველი ხალხი დაიხოცოს სიტყვაზე. მე რო უთხრა რომ მოდი გავარჩიოთო, ეხლა უფრო მეტი ხალხი იხოცება შენ რასაც აკეთებ მაგით ან რავი, ხარ როგორ თვითონ არიციან რომ კარაფის შემოღება ის ციკლის რაღაცები განმოვა. შეულებრივად რომ გაარჩიო ამბავი, როცა ტერმინალურ სტადიაში რო არის ხალხი და რო არ აძლევენ თუ რაღაც ბოლო მომენტში რო აძლევენ ტკივილ გამაყუჩებელს, აი ეს რო სადიზმია. და ადამიანს რო წოს სადისტები ხართ რო უთქვა. ეს ხო შეურაცხყოფაა. შეურაცხყოფაა, ზუსტად. არ მაგის გამო ხო შეუძლეთ დაგიჭირონ დღეს უკვე. აბა რა ქვია მაგას? მითხარი, უბრალოდ რა ქვია, სიტყვების გამოყენება აგვიკრძალეს. ეს მაგას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ეხლა, რასაც სახელი უნდა დაარქვა, ანუ სიტყვას რაღაც მნიშვნელობა აქვს. აი რაც ახლა სანდრო თქვა. ანუ მაგას ხო სადისტობა ქვია. ანუ თან სარგებელიც კი რო არა გაქვს. ანუ ხო შეიძლება რომ იყოს რომ მატერიალურ სარგებელს მაინც შენ იყო ნარკომანი და შენ გინდოდეს რაღაცა რა. ხო და ტიპები აწამებენ ადამიანებს ისე, რომ თვითონ პერსონალურად სარგებელს არ იღებენ. რა ქვია მაგას? სადისტობა. შეიძლება იღებენ კიდევაც არ ვიცი. არა, შეიძლება ზოგადად ვიღაცა რაღაცას იღებს, მაგრამ პარლამენტში რო ხალხი ზის და კანონს იღებს და იცი რომ ამის გამო მორფს არ მისცემენ ადამიანს და წამებაში ფილში მოკლო მაგას არ მიიღებს, ფულს რო არ მიიღებს, მაგას ხო ინსტრუმენტია და მაგის სარგებლობს, ხო პოლიტიკური ინსტრუმენტი რჩება ხელში და არ უწევს. კიბოთი რო გდება კაცო ადამიანი, რა კონტროლი მოჭერება. ნუ ბიუროკრატია ხო იცი როგორც მუშაობს და შენ არ გინდა რომ მოეშვას ბიუროკრატია და მოკტება ერთი კიბოთი. ხო და ეს სადიზმი არის, რომ შენ არანაირი პირდაპირ ეფექტი არ გაქვს, იგი აი უბრალოდ აი ხვდები რომ შენს გამო ვიღაცა წვალობს, წამებაში ყდება და ოკეი ამბობ, რა ვიხარ სადისტი თუ არ ხარ. რაღაცნაირად ამას თანასწორობა. ის არ აყენებ პოლიტიკური ინსტრუმენტის ხელიდან გაშვების რისტორია მოსაწევი. მე რო ეს შევაფასო ადეკვატურად, ხო ციხეში მიშვებ. ხდები? კაი, რისაც გინდა ახსენი, რატომ ხდება ეს, მაგრამ მე თუ ეს შევაფასე, თქვა რომ თქვენ სადისტები ხართ ხალხო, ვეუბნები. აბსოლუტურად მართალი ვარ, დასაბუთებული მაქვს. სადიზმი ამას ნიშნავს განმარტებიდან. ლექსიკონში წავიკითხე, ეგრე ქვია. მაგრამ ახლა ადამიანს ვეუბნები სადისტი ხარ, ეს ხო შეურაცხყოფაა რაღაც გაგებით. ხო, ეწყინება. ეწყინება, ვინ ტყვის რომ სადისტი ვარ, თვიდა ხო არ ტყვის. ხო და რავი, ესე იგი ამ ლოგიკით მე თუ მთავრობას ვიმართ გამოვედი საჯარო და თქვენ სადისტებო, ასე და ასე იქცევითო, ხო ვისაუბრეთ. მაგალითად, როცა 15 წლის ჩასვეს ციხეში ადამიანი ბუჩკის გამო. და მკვლელი გაუშვეს 8 წლით ან რა ვიცი, 11 წლით. ვიღაცა მოკლა, ყელი გამოვიდა. მაგას რა ქვია, რაღაც სახელი ხო ქვია. ხო, არა ადამიანობრივ რო დაუძახო მაგალითად. არა, მართლა სახელი. არა ადამიანურობა ხო? უსამართლობა ხო ქვია. მინიმუმ უსამართლო სასამართლოს ბევრი ნაირი სახეობა არსებობს, მაგრამ უსამართლო სასამართლო ყველაფერს აერთიანებს. მორალისგან დაცლილი არა ადამიანებო რო უთხრა. ხო, ახლოს იქნება იმასთან რაც ხდება. ხო, სწორი შეფასებაა. როგორ შეიძლება? ნუ ზუსტად იგივე არ არის, კაცო, ვიღაცა გინებას არ იმსახურებენ? მასე მოდი შეხედე. კაი, გინება მოდი შევჩავთვალეთ, რომ უკვე როცა უკვე კონვენცია, მოდი კონვენციური სიტყვებით რომ ვეღარ გამოხატა, აი ემოცია უკვე იმდენად დიდია, რომ უკვე რთულია უბრალოდ კონვენციური სიტყვებით გამოხატო, მე გინებაზე გადადიხარ, მაგრამ რომ სამ ფარგლებში დავჭერ და გინება არ გამოვიდა. ცოტა ემოცია არ გვაქვს. ანუ просто არ გვაქვს ემოცია. მეცნიერულად დისკუსია მიდის. ზუსტი სიტყვა შევურჩიო იმ ქმედებას, რომელსაც ვხედავ.
ბუჩქის გამო 15 წელი ციხეში არის არაადამიანური. ვინ არის ყოფილი ტყუში 15 წელი ციხეში გავა ჯონსონს უნდა ხალხი არის რომელიც ითხოვს კაცო ციხეში არა ხო და ხალხი ისინი არიან გაიგე უბრალოდ მე კონდან შეიძლება ეწყინოთ რამდენიმე პოსტი ვნახე სადაც აი მარტო შეიძლება აგინებდა კიდეც მაგრამ აი სულ ამჟღამინდოდა მთავრობის იმიტომ რომ ვიღაცა იმას კი არ ამბობდა რომ მაგალითად რომ ლეგალური უნდა იყოს მაგრამ 15 წელი რა უბედურებას აი ხალხი რაღაც იმას მაინც მიუხვდა ბევრი რომ ტერორისტი მკვლელი ყაჩაღი ყველაფერი ნაკლებად ისჯება და ეს კიდე 15 წელი გავუშვეს ბუჩქის გამო დაზრალებული რო არ ყავს ესეთა და ხალხი მიხვდა რომ ეს რაღაც უსამართლობაა ეგედა შენ თუ იმდენად შტერი ხარ რომ ამას ვერ ხვდები აი შტერი მაგალითად შეიძლება არამზადა რავი რამდენი ისე კარგი სიტყვა არსებობს რომ პირდაპირ გინება და არის ბოლოს შოთა რუსთაველის ციტატაა როსკი პობოზოდიაცო საქმრო მოაკვლევინე რად მოაკვლევინეო რუსთაველია ანუ შეიძლება თქოს გავს რამე დაწეროს დღეს ვიღაცა მთავრობის წევრის მიმართ. კი ბატონო. ხო და რუსთაველი როგორც მიმართავს ამ შემთხვევაში ნესტანდარეჯანს, მასე რომ მიმართო შალო პაპუაშვილს თქვა პირობითად. რატომაც არა. არის მსახურებელს თუ ფატვანს მიმართავს. არა ნესტანდარეჯანს. არა ბოზდიაცი ნესტანდარეჯანი როგორ ხო საკითხია. მხოლოდ ერთი კი არ არის ასეთი. ხო მაგრამ ფაქტია რა, ანუ მამიდა მიმართავს ამ შემთხვევაში ნესტანდარეჯანს თუ არც ზუსტად. ჩვეულებრივად რო აღწერო ამათი ქცევა, ეს ქცევა იმდენად შორს იქნება კარგი ქცევისგან, რომ ყველავერად შეურწყობა გამოგივა. თუ უშვებ რომ ეს ხალხი არ არიან ისეთი როგორც არიან. როგორ ვინ უნდა გაარჩიოს მე ზუსტად აღწერ მათ ქცევას თუ ვლანძღავ. არა, ეს უბრალოდ იმდენად სიგიჟეა ჩემი აზრით, რომ რაღაცნაირად მე მგონი საჭიროა რომ ხალხმა აი აბსურდულობა ამისი დაინახოს და აი რაღაცა ტიპის კამპანიურობა შეიძინოს ამ პროცესმა. აი ხალხი მთავრობის წინააღმდეგ გამოხატვის სიტყვის თავისუფლების დასაცავად. აი ეგეთი რაღაცა პროცესი უნდა მოიხოდოს თავისით, სადაც ხალხი რაღაც პონჩი ჩელენჯი ვიდგებულოს გამოწვევს. მას ვილაპარაკებთ რა შეიძლება ამის წინააღმდეგ გაკეთდეს რეკლამა ხوار გაუშვათ წარმოგვანიშნეთ. გაუშვათ. ვიკი. რეკლამა და დაგიბრუნდებით მაგ. ჩვენ გვჯერა რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია, რომელმაც უნდა იყოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზეპირება. და ჩვენ გვჯერა რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ ექსელში სრულად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. დაგიბრუნდით და საუბრობდით იმ აბსურდზე, რომელიც ხდება და მეგონი დრო გადავიდეთ რა შეიძლება გავაკეთოთ. რა შეიძლება გავაკეთოთ, ხო? იაგო რა შეიძლება გავაკეთოთ. აბსურდი რა, მეგონი დაგეყოლა ჩვენი მოგონი პრობლემა ამ თემის ის არის, რომ ერთმა კაცმან, ერთმა ჯგუფმა, ერთმა პარტიამ რაც უნდა გააკეთოს, უკან არავინ არ დაიხევს. ანუ თავარი ამბავი არის, როგორ შეიძლება მობილიზაცია მოხდეს საზოგადოების რაღაცა კონკრეტული სიტყვის თქმის უფლების დასაცავად, რომელიც ზოგადად ყველაზე ერთ-ერთი რთული გასაგებია რა ადამიანებისთვის ამის მნიშვნელობა. აი უამრავი ადამიანი წერს, რომ აბა კაია, რომ გაგინებენ, შენ რომ გაგინონ გინდა, აბა არაგინო მთავრობას კორექტულად კრიტიკით უპასუხე და რაღაცა სისულელეები რა. გამოხატვის თავისუფლება სწორედ მაგას ნიშნავს, რომ რაც მთავრობას არ მოწონს ეს სიტყვები იყოს და თქვა მითორე რაც გაუმარჯოს ბიზნე ივანიშვილს ამას რა თქმა უნდა გამოხატვის თავისუფლება ისედაც დაცულია როცა მთავრობაში შენ ხარ. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება რაღაცნაირი იმის პოვნა ნიჭიერი ადამიანების, რაღაცნაირი მედიუმის, რომ ქართულმა ხალხმა აჩვენოს აბსურდი რა მთავრობას, რომ ესე ქცევა არ შეიძლება. სხვა დროს ამას უპასუხებდა როგორ, ანუ აი ნებისმიერი საზოგადოება, მათ შორის ქართული საზოგადოება უპასუხებდა სხვადასხვა ლიტერატურული ფორმებით. იქნებოდა ეს,
ყველაზე თავარი იარაღი ზოგადად აბსურდის წინააღმდეგ, ჩემი აზრით არის ირონია. ჩვენთან ახლა რაც ხდება ეს აბსურდის რაც არის ხანაში გამეფებული, ამის აღწერა ჩემი აზრით ყველაზე კარგად შეიძლება კომედიებით. ანუ ჩვენ არა გვაქვს აი ცოტა ხელოვნურია ტრაგიკული სიტუაცია რო აღწერო, აი პირობითად შექსპირის ტრაგედია რო აღწერო საქართველოში არსებულ რეალობაზე, ეს არ იქნება სწორი. ანუ ამ შემთხვევაში კომედიით აღწერა ამისი უფრო რელევანტური. და ჩვენ რაღაცნაირად უნდა უპასუხოთ, მე ესე მგონია ამ ყველაფერს ირონიით, სერიოზული ირონიით იმით კი არა რომ გადაობაში გადავიყვანოთ თემა. არამედ ირონიით, რომელიც გასერიოზულებულია თავიდანაც ყველა მიცის რომ ეს არის ნამდვილად პროექტი, რითაც ჩვენ თავრობას გვინდა ვანანოთ ასეთი ტიპის აი გინების და თვითონ შეურა თავრობის გინების აკრძალვა რეალურად და გამოვიყენოთ ის ფორმები, რომელიც ჩვენმა ტრადიციებმა შემოგვინახა. რავი, ვინმე პოეტია ნიჭიერი, განსაკუთრებით აი მე მგონია რომ PVP ბათლები და ესეთი რაღაცა რეპერები და ეს ვიღაცეები რავი, რეპერს რო გინება აუკრძალო. ხო, რეპერსაც ხო აეკრძალა გინება შინაარსობრივად. ის რაღა რეპერია თუ ამას დაემორჩილა. ანუ შინაარსო ესე შეხედე, რაღა PVP ბათლების ტიპი ხარ თუ შენ ამ ცენზურას ექვემდებარები. რავი, შაირი არსებობს ამისთვის. რავი, ლექსები არსებობს, ანდაზები არსებობს, შეგდა ანდაზები გადააკეთო, გამოცანები, მაგალითად, კი შეაგინო ვიღაცას, აღწერო პოლიტიკოსი, ქართული ოცნების მაგალითად და ისე აღწერო, რომ ხალხი ამას მიხვდეს, მაგრამ შინაარსობრივად არავის შეურაცხყოფა არ იყოს. ის ანუ ხო ამისთვის არის მოფიქრებული ასეთი ტიპის ფორმები და მე ვფიქრობ, რომ აი რაღაცნაირად უნდა ჩვენ შევძლოთ კოორდინაცია ისე, რომ ნიჭიერი ხალხი მოდიოდეს და გამოდიოდეს აი ამ კონკრეტული კანონის გასაპროტესტებლად. თავის დაწერილი ლექსით, ანდაზით, აფორიზმით, შაირით, ფუნაგორით, არ ვიცი, რაც გინდა იმით. იმიტომ რომ გამოხვიდე და შენ ბანერი დაიჭირო ხელში ბიძინა ესეთია პირობითად და კიდე დაგიჭერენ ამის გამო. ეს უბრალოდ არაფერში ეს არის ენჯეოშნიკური გაპროტესტება, რომელიც არაფერს უაში არ არის, ანუ ენჯეოშნიკურ ტრენინგებს ალა უნდა გქონდეს მაშინ. მასე თუ აპროტესტებ, მაშინ უნდა იცოდე რომ ხელს ვერ მოკიდებ. თუ მაგას აკეთებ რა. თუ ამდენი ძალა გაქვს ამის გაიგაგოს სხვა გააკეთებ რა. ანუ ყოველთვის უკეთესი ალტერნატივა არსებობს სიამდვილეში. ამიტომ ამ შემთხვევაში შენ უნდა გამოვლინო რომ სისტემა ძლიერი კი არ არის, ძლიერი ხო და რაღაც გამოვიდა რაღაც პაკეტ დაიჭირა ჩასვა ციხეში, სისტემა გამოდის ძლიერი. შეუდა გახადო სისტემა სასაცილო. ანუ ზოგადად აი რაღაცა ლექსი დაწერა კაცმა, ამის გამო დაიჭირეს ციხეში. და ბანერზე ეჭირა რაღაცა შეასეთო და იმიტომ დაიჭირეს ორი სხვადასხვა არის. აი ლექსის გამო დაჭერილი კაცი, რომელსაც რაღაცა საღადაო ლექსი, რომელსაც 1000 ლაიქი მოაგროვა პირობითად, ან 10000 და მოდის პოლიციელი და მას იჭერენ. ანუ აი აბსურდი საჩვენებლად ჩემი აზრით. ეს ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე შენ პირდაპირ ადგილ და თქვა რის გამოც გიჭერენ, ისე იგივე გაიმეორო, ისე იგივე ჩახოცეს. გავიხსენე, რუსეთში მახსოვს, რომ ცარიელი ფურცელებით იდგნენ ხოლმე და იმათ იჭერდნენ ხოლმე რა. ხო და ანუ სინამდვილეში ცარიელი ფურცელი ისევ დედიშეგინების ანდის არის, რომ მსგავსია. ანუ იმ ცარიელ ფურცელზე რამე საინტერესო რო წერებული იყო, ნიჭიერი რო წერებული, ამ ადამიანის ღირებულება ხო ამაღლდებოდა. კი ბატონო. ანუ ვიდრე ცარიელი ფურცელი დაგეჭერდა, ძალიან მარტივი ის არის რაღაც პროტესტის ფორმა, ხო? ხო და აი ზუსტად ეგეთია რა, რომ ჩვენ რასაც ანუ თხოვთ, რა ჩვენ არა გვაქვს ნიჭიერებას ვითხოვთ რა, ანუ ნიჭიერი ადამიანების მორალურ პოზიციას. ხო და კიდე ერთი დამამატება, რომ და მე ის დამავიწყდება, ანუ კიდე თავარი რაც არის გასათვალისწინებელი, რომ გამოხსიტყვის თავისუფლება არ უნდა დარჩეს აი იმ რაღაცა ვაი ჟურნალისტების და ვიღაცების იმედად, ვითომ ვის იმედადაც არის. ვითომ ვისაც უჭირავს, აი გრიგოლიას ხო უჭირავს სიტყვის თავისუფლება ჩვენთან, გრიგოლიას და ხო არ აქვს თავისუფლება. ესე რომ შეხედო რა ისტორიას, აი პირიქით აი ეს რაღაცა ჩვეულებრივი დინოზავრები რაღაც პონჩი უნდა იყოს გამოსული ამ პროცესში. გრიგოლიას უჭირავს სუფთა ფურცელი. აი ეგ არის რა, გრიგოლიას უჭირავს, აი ყვილი ვარ, ოღონდ რას ყვირი ხარ არავინ არ იცის. ხო, ანუ არავინ არ იცის და პირიქით აბანძებ, აი ყველანაირ ბრძოლას პროცესს როგორც აი ის ხალხი რომ პლაკატი ეჭირა ბიზნეს ასეთია რო ეწერა და აი არაფერში რო არ წერია ისეთი რაღაცა თელ ამ პროცესს აბანძებ ნაცვლად იმისა რომ მართლა დაორგანიზდეს რაღაცა ჭალებში მხიარული კამპანია გაბანძების კამპანია ზოგადად ამ ყველაფრის არა რაღაცა ენის გამოყოფის კამპანია არამედ აი დაცინვის კამპანია აი როგორ გითხრა რო მორალურად რო არ გინდა ამისი ესა რა ქვია ამაში მოიაზრებოდე ამის კამპანია რომ ისტორიაში შენ რჩები სასაცილო პერსონაჟი რაღაც აი კალებ ბოხიძეზე რო ფუნაგორია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილია რომელიც სხვა პოეტმა დაუწერა დასასჯელად სხვანაირად ვერ ერეოდა ანუ
სიტყვის ზალა ხო ამაში მდგომარეობს აი რაღაცნაირად და გინების ზალა კი არ არის გამოსაყენებელი, სიტყვის ზალა არის გამოსაყენებელი იმ აბსურდის საჩვენებლად, რომ ეს სიტყვას რომ მით გადაკეტავ, ხობეს რომ დაუწესებ, ის სიტყვა რომ სხვაგან გაძვრება. რა თქმა უნდა, ვინმე სამეს თქვა მართლა უნდა და ახლა ყიყინი როცა უნდა ვიღაცას და მე შენ კი მიგზელავ ყიყინს, მაგრამ მე მაინც ყიყინებ. ბოლოს მიღწეულია ის რომ რავი იყიყინე რა. თან ამ ოპოზიციურ სპექტრზე ისინი არიან კაც ხალხი, ვინც იდეაში ხარს უჭერენ ამ ყველაფერს. უბრალოდ ამბობენ რომ კოცები არიანო, თორე ისე დარეგულირებელია ცუდია. ხო, თორე ისე რა თქმა უნდა სრულიად შესაძლოა, როგორ შეიძლება სრულიად ენა იყოს დაშვებული. ანუ ასეთი დეგენერატებიც არიან ოპოზიციურ ველზე. უბრალოდ ჩემი ანუ ვინდოს ლომჯარია ხო ეგ თქვა. ლომჯარია სიტყვას თქვით ეგ თქვა რა, როგორ არა სიტყვის თავისუფლება, სიტყვა ანუ სიძულვილის ენა უნდა იყოს აღწერულიო რა, ხო და ანუ მაგაშია პრობლემა რომ მეორე მხარეს უბრალოდ ფიზიკურად არგუმენტი არავის არ აქვს. მეორე მხარე არც არსებობს, იგი არის პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობს. ხო, ვიღაცას ხო იჭე, მაგალითად ვახოსთანაიერო დაჭერილია რაღაცა მხარე ხო არსებობს. ხო, რაღაც აი ამორფული მასა, იგი რომელიც რაღაც ინდივიდებისგან შედგება, მაგრამ აი სტრუქტურა რო არ აქვს, იგი ანუ გასაგებია ხალხი არსებობს, რაღაც პოლიტიკოსებიც არსებობს ამ გაგებით, მაგრამ აი რაღაც სტრუქტურა რო იყო, ვისთანაც შენ შეიძლება მიხვიდე და დაელაპარაკო და იცი რომ იქ რაღაც მე მოხდება, ხო იცი რაღაც ამუშავდება, რომ მე და შენ შევთანხმდეთ, იცი რომ შენს უკან რაღაც ეს ხალხი დგას, შენს უკან ეს ხალხი დგას და ჩვენ რო შევთანხმდით რაღაც მოხდება. აი ჩვენ რო ვიღაცა შევთანხმდეთ, გასაგებია ჩვენ ხარ ეს რა მოხდება და იქეთ რო შევთანხმდეთ, ვისაც რო შევთანხმდეთ, ნაცებს რო მიხვდეთ, ვის რო შევთანხმდეთ რამეზე. რა ამუშავდება იქ, ის ვერ გავარკვევია თავმჯდომარე მოდის ყრილობაზე თუ არა და ამაზე არის მთელი ამბავი. ხდები რა დეგრადაცია მთელი ისტორიის და არავინ არ არის სიამოვნებაში და თუ რამე გამოვა სხვადასხვა რამდენიმე აი ღიად ფაქტორი ჰეითერმაც კი მოწერა, ჩვენ ჰეითერმა მომწერა, რომ აი კიო თქვენი მხარდაჭერი აბარო, მაგრამ თუ რამეს გააკეთებთო დაგეხმარებით, ანუ ხალხი ნელ-ნელა ჩდება რა, ანუ და მე მგონი ჩვენს უნდა მაგალითი მივიცეთ, ანუ ჩვენი რაღაც აქტივობა დავიწყოთ, რომ ეს დაინახავენ, რომ ესენი არაფერს არ აკეთებენ. ამათ დანარჩენი ოპოზიციის იმედი საერთოდ არ უნდა კონდეს. და ხა თუ ჩვენი ჰეითერები უწერენ, რომ კი არ ვარო თქვენი მომხრე, მაგრამ იქნებ ის არ იყოს ეს დიდი ნაკლიო რა. განგრებული თემაა ეს. ხო, და ყველა ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანს ისე რომ თამაში მთავრდება რა, შენ თუ ეს გაუტარე, მე უკვე რავი რაზე უნდა ელაპარაკო, ანუ მე აქვს აზრი აღარ. ხო, და ამიტომ ეს ისეთი წითელი ხაზია, რომ ან ამას იცავ, ან მე უბრალოდ წაგებული გაქვს, ან ისე წააგებ, ან ასე წააგებ, სწრაფად წააგებ, ნელა წააგებ. ხო და რასთავარია ისე ცუდად აკეთებენ, ისე უნიჭოდ აკეთებენ, რომ უბრალოდ ყველანაირი შანსი გაქვს მოუგო. უბრალოდ აი მეცნიერებს ხდების ისეთ ხალხი კომისარს, ძილობას რო ისევე უზდელი ხალხი და რაღაცა აი გუშინ რო აი უზდელობის ის იყვნენ ეტალონები. დიტო სამხარეს პარტია საერთოდ ძილობას რო ლაპარაკობს ხობაში. ეს უბრალოდ რამხელა ტრაგიკომიზმია ყველაფერში. ხო და ამიტომ მაგრამ შალო რამიშვილს რა ეშველება? ან პროსტა გაიპარება კაცი ისე შეჩო რომს გამოსწორდეს, როც დაიწყოს მორანიება რაღაცა. რეციდივისტი ხო? ანუ უბრალოდ ჩვეულებრივად რავი აი სხვისთვის უნდა დაკრძალვა თორე მე ვერ წარმომიდგენია აი რანაირად ქოცები როგორც კორუფციას უგზავნა ხო რომ შეიძლება ქოცები და კორუფციის აკრძალვა ზოგადად. კაიხანი არ არის მიხედია პოსტივისთვის. ეს სამი ტიპის კი გადაცემა. კაიხანია. კაიხანია ვშალო. მაშინ რა გამოდის სარეგდაციო პოლიტიკა შეუძლია პოსტივი. მოდი დამოსწორებულად. შალოს ხო გაიმიჯნოს თავის პარტიას, გადმოვიდეს დაუთმოთ ეთერი და აქედან აქედან აგინოს. კი. ვისაც უნდა. ჩვენ არ შევზღუდავთ. არა, ბოლოს და ბოლოს ახლა ყველა შეიძლება გამოსწორდეს. და ეს თქვათ ადერ როგორც ასე თქვათ ებრძოდა ხელისუფლებას, ახლა ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას უშუალოდ მეტი რამე ის არის რომ ამასთან აქ ნათქვამი შალოს არის არის ნახეთ თუ არა გადაცემა რა. იაგოსთან იყო სიტყვის თავისუფლებას აღარ აღიარებს. აღარ. ხო, არა, ეს ახალგაზრდობაში ცნებოდია. ანუ ახალგაზრდობაში შეცდომებს უშვებდიო, დასაჭერი ვიყავიო, კარგ სწორადაც დამიჭირესო. და ეხლა სიტყვის თავისუფლებას აღარ ვეუხრობია. აი, ეხლა თუ დაიჭერენ და გამოსწორდება, მიხვდება რომ ეხლა ნაღდა დასვა დაიჭერენ. მაინც, რაიც. ნიჭერენ ხალხი სწორზაზე თუ დადგება, უნდა დავაფასო. ეს შეცდომაა, ანუ რაღაც როგორც ხალხური ოცნების ფასებთან ბრძოლის კამპანიის პროცესში, გინებასთან ბრძოლის კამპანია, ჩემი აზრით, აი როგორც ფასებთან ბრძოლის კამპანია იყო მცდარი და ქართული ოცნება მე რაღაცნაირად თითქოს რაღაცა კომისია ჩაატარა, მე წაიწყბუნა და მიჩუნდა ეს ამბავი, დაახლოებით ზუსტად იგივე არის ახაც გასაკეთებელი, უბრალოდ იქ ფასების შემთხვევაში ბაზრის ლოგიკა მუშაობდა და აქ მე მგონი ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა რაღაცნაირად და აი ბუნებრივად საერთო სახალხო პროცესი უნდა გაიჭითოს მთავრობაზე დაცინვის. ანუ დაცინვის რომლის დასაზღვევადაც მიიღეს ეს კანონი, ანუ კანონის მიღება რომ უნდა იყოს რაღაცნაირად მისი მიზნების საწინააღმდეგო.
აი კანონის მიღებამ უნდა გამოიწვიოს საწინააღმდეგო მიზნები ვიდრე ელოდებოდნენ. როგორც ფასების კამპანიამ წამოყამა. რო დაფიქრდი აი ხო გაიხსენო ცოტა უფრო ფართოდ რო შეხედო კობახიძის ეს მართლობა ანუ პირობითად რა რაც ბიზნეს კობახიძე დანიშნა იყო მცდელობა კარგი მართლობის. არა ნაცებ ის იყო ღარიბაშვილი იყო ნაცებთან ბრძოლა. დებატები რო ყოფილიყო ღარიბაშვილთან იტყოდა რომ ნაცები წუდები ხართ რაცა უნდა გეთქვა. და კობახიძე მოვიდა და ჩვენ გზებს ვაშენებთ, სკოლების რეფორმა, იქ რაღაც სტადიონი, იქ რაღაცა. რო გაიხსენოთ, ის ყველაფერი ჩაფლავდა. აი ეს არაბული ქალაქებიც კი აღარ ჩანს, რაღაც არ აშენებდა. არა, არაბული ქალაქი მორჩა აპარატი. ხო და აი ხვდები, აი არაბული ქალაქი რამდენი იყო, გაყიდვის მენეჯერად იქცა პრემიერი მაშინ და რეკლამას აკეთებდა, ბინოს ვაშენებდა და მეშინე 300 კაცი არ გადააგდო, ვინ არ ვიყიდეს. ხო, ხო და არა, ამის რისკი უფრო არსებობს, ვიდრე ის რო არ შენდება, გაიგე? ხო და წამოგიდა არაბული ქალაქები, უნივერსიტეტების რეფორმა. სკოლის რეფორმა უნივერსიტეტთან როგორ მეც მაქსიმუმ აღარაფერი არ ხდება იქ რაღაცა აღარ მიდიან ეს უნივერსიტეტები არა რაღაცები ქნეს და გაჩერდნენ ანუ მაშინ გპ უნდა დაეხურათ ილია უნდა დაეხურათ რაღაცები განდა და გაჩერდნენ იმიტომ რომ საგიჟეთ მოვაწყოს რა მაიკერ ვიდეო კოლე ჩაწერი რაღაცა და სუმიდო და დამედო და არ გააცოცხლეს თემა ვიდეო ვიდეო თქვით რა ხალხ არ ახსოვს უკვე ეს რეფორმა გავას გასვლანცხი მქონდა თარობა მაგრამ რაზე გავანცხო ახლა გააჩერეს რო შეხედო ყველა ფასებზე ხო უბრალოდ დასასწინი გახდა ვიღაც ის იყო ხაშურის ის მუნიციპალიტეტის ისო არის რომ იმას ედო რაღაც 170 დღე რაც კვერცხების ფასებმა მოუგო პრემიერს თუ რაღაცა ხალა ფასებზე ხო ჩაფლავდნენ დინადესაც დაემართა ხა იდეაში დაფიქრდა ეს ხო ზოგადი ფეილის ამბავია რა ნარკოპოლიტიკა გამოასწორეს ანუ ნარკოტიკებს აღარ იყენებენ თუ რა ხდება აი რა მიმართულებაც არის რაც გამოაცხადეს აგების კულტურის მინისტრი ეს მოხსნეს და აი სუფეხებზე კიდე ყოველას რომ რა იყო ვინ იყო რამდენს ყველა მინისტრი ფეხებზე ეკიდა არა ხო მაგრამ აი ხო ხდები რომ ეს ბატონ ბიზნეს მაგარი ნოუ-ჰაუა რომ ყველა მინისტრი გეკიდოს მოახერხოს ისე რომ ყველა მინისტრი არც კი ცნობდეს არც მინისტრი არ არის პოლიტიკური ფიგურა და მაგიტო ხო და წამოიგინე რომ ესეც ბოლო ის არის ეხა აი რაც თემა ასეთი დამაში ჩაფლავდებიან მეგონი როგორც აი თუ წესრიგად მოიქცევით რომ ისინი თავისი ჩაფლავდნენ არაბული ქალაქების არ იყოს ან ჩვენი დახმარების გარეშეც მოახდინეს ეს რა მაგრამ აი ხოლმე წამოიგინე რომ ეს თემა ასე გაგრძელდეს დაცინოთ ასე ბულინგით და სექტემბერში დებატები გახსნა ნამათმა აი ხო დედას უტირებთ უბრალოდ აი ცოცხლები ხო ვერ გამოვლენ იქიდან აი წამოიგინე აი ეს გარემო რო იყო წესია დაწყობილი მაგათი დღე და ღამე ბულინგის გარემოში და კობახიძე ისე დებატებზე მოვიდეს უბრალოდ მე სიამოვნებით დაუკვირდებოდი ამ ამბავს. უბრალოდ ჩვენი ორგანიზების ამბავში მე მისამაქრო, აი წარმოიდგინე ეს წელი ოპოზიციური ამორჩეველი ნიშნავს იმას, რომ როგორც კი შენს მესიჯთან რაღაც მოდის, მთელი შენი ანუ ერთელი ოპოზიციური ტიპები შენს ეჭვიანობენ რა. ანუ შენადროს ბიზნეს აი ხა კოცები რასაც აკეთებენ ამ სიტყვის თავისუფლებასთან თუ რაღაც და მაინც იმიტომ აკეთებენ, რომ ამათ იმედი აქვთ რა, რომ ესენი ისე უარეს დეგენერატობას იზავენ, ან ისე მოიქცევიან, რომ ამათ პასუხისმგებლობა არ მოუწევთ. ხო და ფაქტობრივად მართლა ჩვენ მარტო ჩვენი 62000 სამორჩეველი კი არ გჭირდება ამ პროცესში. შენ ნებისმიერ გჭირდება, მათ შორის ქართული ოცნების სამორჩეველი გჭირდება, არ ვიცი ნაცების სამორჩეველი. ყველა სამორჩეველი გჭირდება. კი, რამდენი ქართული ოცნების სამორჩეველი ხდება, რომ სისულელეს აკეთებენ. რა თქმა უნდა და პლუს ამას დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში უფრო მეტი ხდება. უბრალოდ ჩვენ რო ეძახი, მოდი ეს გავაკეთოთ და ესე გავაკეთოთ და ანუ რაღაცა გაგებით შენი ოპონენტი არა მარტო ანუ ბიზნა ამ კონკრეტულ რაღაცა შემთხვევაში არამედ აი მთელი ეს ჟურნალისტები ტv პირველი ფორმულა ესა და თავიანთი იმეებით რა ქვია გლომჯარიებით და პოლიტიკოსებით ხო და ანუ ხალხმა ესენი ფეხებზე უნდა იკიდეს მაგას ვთხოვთ რა ანუ პირდაპირ ვთქვა მარტივად და იმათ რა ქვია გამჭვირვალეთ რა ანუ რეალურად მასე გამორიცხულია ამას რამე ბალასტია ეს უბრალოდ ამ რამე ეს აქნა მოუხერხო ეს იმას ნიშნავს რომ შენ უნდა დაიკავო იმის ადგილი ანუ შენ თუ ამას ახერხებ ეს იმას ნიშნავს რომ იმის ადგილი შენ იკავებ რა და ჯერჯერობით ნუ ფაქტია რომ არავინ არ ჩანს მაგის გამკეთებელი რომ ძალა შეაჯობო რა ხო და იმით რა ქვია მორალური პოზიციით ვერ აჯობებ იმიტომ რომ შენც იგივე გინდა ხო და ნუ ნახოთ როგორ იქნება ძალიან მაგრამ მე უბრალოდ ეჭვი მაქვს რომ დინარაძეს ეს უცნაური სიმპტომია რომ კობახიძეს კარგად არ დაამთავრებს ეს თუ გავაცხადე აი ესეთი მე არ ვიცი ხა მე სულ არ მინდა მაგათი შიდა ისინი მithuedes არაფერი არ ვიცი მაგრამ იდეაში მე კობახიძეს ვინმე ყავს კიდე დინარაძისნაირი მარჯვენა ხელის მოყვარი მე სხვა რაღაც მაგალითს კაცო პრობლემა არის ის რომ აი ანუ საბოჯაშხო ბიზნესა პასუხისმგებელი კაცო ყველაფერზე გაიგე და უბრალოდ სიმპტომატურია რომ
ცად ეს რაღაც კარგი მართლობის სურათი დაიხატათ, კაიგე? და აი ესე ჩაფლავდნენ, რომ რასაც არ უნდა შეხედო ყველგან ჩაფლავდნენ. ეს უბრალოდ აი რამდენად გადაწყვეტილი სისტემა აწყობილია მარტო ბრძოლას. ძალის გარდა ყველაფერში ფეილი აქვს. ანუ ძალის გამო ერთადერთი რაც დამუღამეს პოლიცია უშიშროებას რაღაცა ესა ძალით შეუძლიათ რაღაც დაჯარიმება შეუძლიათ, დაჭერა შეუძლიათ სასამართლოში, მურუსზე კარგად ემსახურება. ხო, ერთადერთი მარტო ეს შეუძლიათ. დანარჩენი ყველა სხვა ამბავში ტიპები ვერაფერი არ გამოდის. აბსოლუტური სპეციალიზაცია აქვს როგორ მოერიონ ნაცებს, კაიგე? დებატებში კი რაღაც ორი დღე რაღაც ხმალავთ და გაუქმეს ნაცები თან ამ პერიოდში და დაჩემის ეს ხმალავებული ვეკამათები ასე ის და რო აღარ რჩებოდათ არგუმენტი თქვენ ნაცებოდ რასაც მეცდენ ანუ უბრალოდ აი აღარ იცი რა ქნას რა ადამიანს დაამთავრდა არგუმენტი და გადადიოდა სტანდარტულ ნაცებზე და ნაცები მართლა გააუქმეს ანუ სასაცილოდ აქცია ეს თვითონ ნაცები და ჩვენ აქ ზეპს ვაშენებთ უნივერსიტეტს ვაინთარებთ ესა და აი დედაეტირად სამდვილეში დაფიქრდით და ისევე ხარ რომ დაფიქრდე ეს რაღაც ეს MMIS-ის ქართული რაღაც მებრძოლი და რაღაცები ეს არის დაბრუნება ძველ რელსებზე რა მოდი ნაცები გავლანწყოთ მოდი რაღაც და ბარემ გამოუშვა ღარიბაშვილად შეხედა ანუ თუ ამაზე გადაერთდნენ ღარიბაშვილი ბევრად უფრო ხარისხიან გააკეთებს ამას უნდა გამოხიდე ახლა შიდა ამბები არ ვიცი მაგრამ უბრალოდ აი კარგი მაგალითია როგორ არ შეუძლიათ საქმის კეთება მაგრამ როგორ შეუძლიათ ვიღაცის ლანძღვა, ცემა, ხუბი. ხო, ეს კი ბატონო, ამაში მაგრები. დაბეგრა. და რეგულირება. კი. ხო, ისა ზარები ხوار მივიღოთ. ცოტა დრო გვაქვს რამდენიმე წუთი და მაგრამ ხო არ არის. კი, კითხვებსაც ჩავყვები და მანამდე ტელეფონი გავუშვათ ეთერში და შეგვიძლიათ 1-2 ზარი მივიღოთ, ნახოთ, რას ფიქრობს ხალხი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, ნარკოპოლიტიკაზე და ასე შემდეგ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან ვინმე აგებს პასუხს რამდენი ადამიანი და ჯერ სანამ იქ არ დაალაგდება ეს მეგონი ჩვენ აქ არაფერი არ მოხდება მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო კი არა მას მე ორი მინისტრი გამოიცვალა ის ხალხი ვინც ეს კორონას სამეული რო იყო ეს რაღაცა რა ნუ ერთი გადაიცვალა მაგრამ მეგონი არავინ პასუხს არაფერი ანუ არც კი ახსოვს ვინმეს რა არა მარტო თან ვინ უნდა აგებინოს აი ეხა ხო ტყულ არ ვაპარაკობთ ანუ თუ ბიძინა იყო მაშინაც და ეხაც ბიძინაა რავი, ბიძინა ვის უნდა აგებინოს პასუხი? საკუთარ თავს ხო არ აგებინებს და რასაც მაშინ ეუბნებოდა იმას აკეთებდა ის ხალხი. კი ბატონო. მესმის რომ ძნელია ამ საგიჟეთში მოძრაობა, მაგრამ გირჩი რას ვაპირებთ სამომავლოდ? ნუ პირველ რიგში ამას ვაპირებთ, ანუ სიტყვის თავისუფლებასთან, მის შეზღუდვასთან დაპირისპირება. ამიტომ ხალხი უჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ზოგადად ბევრ რაღაცას გეგმავთ, ნელ-ნელა მუშაობთ ტელევიზიაშიც, პარტიაშიც, შიდა გადაწყობა, მაგრამ ნუ ვინაიდან ტრადიციულად შეზღუდული ვართ რესურსებში, ნელა ვაკეთებთ ამას და ასე ვთქვათ, შეიძლება გრანდიოზული რაღაც ერთ დღიანი ცვლილება არ იყოს, მაგრამ ჩვენ იდეაში არჩევნებისთვის ვემზადებით. ანუ სრულფასოვნად 28 წელს რა უნდა ხდებოდეს, როგორი გვინდა რომ იყოს სტრუქტურა, რა ხალხი ყავდეს და ამ შემდეგ ამას ვაკეთებ და ნელ-ნელა ყველაფერს საჯო იქნება და დაინახავთ, ნახავთ და თუ შეძლებთ რომ ჩაერთოთ ამ პროცესში, თლად კარგი იქნება. გეში ხო რავი ჩვენ თუ რასაც გავაკეთებთ მაგაზე ადამიანების რეაქციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ახლა ანუ ჩვენ შევეცდებით რომ მიმდინარე მოვლენებს ადეკვატურად შეფასება მივცეთ, მაგრამ ვიღაც ადამიანებს თუ არ მოისმინეს და თუ თვითონაც არ ჩათვალეთ საკუთარ მორალურ ვალდებულებად ან არ შეეშინდათ იმ მომავლის რომელიც აი ამ წესით ცხოვრების პირობებში გვემუქრება რავი ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ თქვენს გარშე არისტოფანეს მხედრებს გადახედე იაგო ირაკლი წერს ზედ გამოჭრილია ამ მთავრობაზე ის ზოგადად აბსურდის ასახწერად არისტოფანე გენიალურია ყველაზე პრინციპის ზონაზე მან გადმოცა რაც საქართველოში ხდება მაგის ახსნა მაგიტომაც არის რომ აი რაღაც თვალსაზრისით არისტოფანე არის საჭირო ყველაზე იდეალური ქართული აბსურდის აღსაწერად არა სოფოკლე პირობითად არამედ აი კონკრეტულად არისტოფანე რომელსაც აი ამ აბსურდის დანახვა და აბსურდული სიტუაციების აღწერა ჩემი აზრით ძალიან კარგად შეეძლო და ჩვენც აი ეს აბსურდი თუ ვაჩვენეთ შევძელით რაღაცნაირად თავრობის ქცევების აბსურდი ადამიანებისთვის გასაგები გავხადეთ აბსურდი თავისთავად სასაცილოა არისტოფანე ყურს ამაზე დგას კოვიდის დროს ექიმების სიჩუმის არ იყოს ჩვენი პოეტები ამ დღეში არიან ხელოვნების მუშაკების ჩათვლით ნუ ხელოვნების მუშაკები აგერ მინისტრის გათავისუფლება და ეს ყველაფერი მაგის ნაწილია ნუ ახლა ნიჭი ზოგადად ძალიან დეფიციტურია მოდი ესე შევხედოთ რა ნუ მიუხედავად რომ ჩვენთან ბევრი რაღაცა კარგი რომანი დაიწერა საქართველოში ფაქტობრივად ყველა ელოდებოდა რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა რომ ახლა რაღაცა იქნება
ზეიმი, ან აღმოჩნდება ძველი წიგნები, რომელიც ადრე დაწერილი იყო და ვერ ქვეყნდებოდა საბჭოთა ცენზურის გამო, არც ეს არ აღმოჩნდა. და 90-იან წლებთან დაკავშირებითაც ჯერჯერობით, ანუ შეიძლება რა ბევრი ნაწარმოები შეიქმნა, მათ შორის კარგი ნაწარმოები, მაგრამ ესეთი ნაწარმოებია, რომელიც გადაიაზრებდა მთლიანად ამ 90-იან წლებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ. არ დაწერილა და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად პოეტებმა საკუთარი პროფესია მაშინ დაკარგეს, როდესაც მათ უარი თქვეს საზოგადოებრივად აქტუალურ პრობლემებზე წერისგან. რაღაცა მთვარეზე და მზეზე და ლექსზე, წვიმაზე და ასე შემდეგ კი არა. მართლა მე მგონია, რომ ის დიდი პოეტები ჩვენ ყავდა, დიდი პოეტები იყვნენ იმის გამო, რომ ისინი ადეკვატურად და ეფექტურად აღწერდნენ ინფორმაციას, რაღაც ინფორმაციას, რომელიც უნდა გადაცემულიყო და საზოგადოებრივ მნიშვნელოვანს. საზოგადოებრივად მნიშვნელოვანს, ხო, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს, როცა სიტყვის თავისუფლებას ზღუდავენ, წინა ფრონტზე უნდა იყვნენ ესეთი ადამიანები, რომელსაც სიტყვის გამოყენება შეუძლიათ ძალიან ეფექტურად. მე ზოგადად ამჯერა, არ მგონია რომ საქართველოში ახლა გალაქტიონი არის, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ზოგადად პოეზია ვინაიდან ჩვენ ქართველებს ყოველთვის გვევასებოდა, იქნებ გამოჩნდეს ხალხი, რომელიც გამოიყენებს ამ ლიტერატურულ ფორმებს ცენზურასთან საბრძოლოდ, როგორც ყოველთვის ხდებოდა. თუ ჩვენ თავარია დავანახოთ, რომ ეს საჭიროა, ეს დრო დადგა. ნიჭიც ხო როგორი მომენტია და აი მოთხოვნის მაგალითად საფეობურთო ქვეყანა რას ნიშნავს, რომ სადაც ბევრი ბავშვი რაღაცას ცდის, ხო და აი თუ პოეზიაში არავინ არაფერს არ ცდის, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. არა, ყველა საქართველოში ლექსი ჩემ გარდა მე მგონი ვისაც უცხოელებს შეყვარებულებზე შეიძლება წერენ, მაგრამ ანუ პოლიტიკური ლექსები მე რაუ ძალიან დიდი ხანი არ მოწამიკითხია. პოლიტიკური ლექსები შეიძლება ვაფშე არ ქონდეს წაკითხული, იმიტომ რომ საქართველოში აკრძალული იყო პოლიტიკური პოეზია. ხო და მით უმეტეს მაგაზე არ არის, რომ თუ არასოდეს არავის ეს არ უცდია, შენ რა იცი? ეს ისე ეს ფეხბურთის თამაში ის რო იყოს. ხელ რას რა აგდებდე ბურთს, რომ კი ბურთთან თამაშობო რა, ეს ბურთთან კი თამაშობ, ფეხბურთს არ თამაშობ. ანუ მაგმიზნით ხო არ გამოგვიყენებია. გალაქტიონი რო გალაქტიონი იყო ну რაღაცა შეფარულად წერდა ესე ძალიან ისე რომ არავინ არ მიმხვდარიყო რომ რა ვიცი შეიძლება კომუნისტებს დაცინოდა რა მაგრამ მიმხვდარიყავი მაგრამ ვერ დაგესაჯა და ეგ უნდა გააკეთო ახლაც ხო არა გალაქტიონი ანუ ხო რთულია არა არ მოვთხოვოთ რომ არა გალაქტიონს არავის არ თხოვ აზრია უბრალოდ თხოვ ახლა ხო არ არის კაც საბჭოთა პერიოდი თხოვ გამბედაობას რომ ნიჭი გამოიყენეს სწორად მუწერ დეგენერატობაზე რომელიც არავის არ აინტერესებს არავინ არ სკითხულობს და შენ გინდა რომ მომავალთაობებმა წაიკითხოს ეგრე არ გამოდის ეს თქვი ეს იდეალური კანდიდატები არის და წამოიგინე რომ ბათლი მიდის და ვიღაცამ შეაგინა რა და ამან რო დარეკოს პოლიციაში შემაგინესო რა ანუ ეს ხო რაღაცა წარმოუდგენელი სცენარი ხო მეწყინაო შემაგინესო რა და არა შემოაყენეს ხო და თავრობა ასეთ საზოგადოებას ახვევს თავს ახლა ამ ხალხს მათ შორის, გაიგე? რომ ფიბი ბათლის დროს ვიღაცამ რაღაცა სუდის თქვა თქვას, ვიზა პოლიცილა სუდის თქვა მითხეს ბათლი მიდის აქ და მოდით გაირკვიეთო რა. აი ამას ახვევს თავს და როგორ შეიძლება ამაზე პასუხი არ იყოს? როგორ შეიძლება ამ ხალხმა პირდაპირ პასუხი მთავრობას არ გასცეს. არა, იცი როგორ არის ვახო სანაია დაიჭირეს. ვახო სანაიას ისე სახელი ისედაც ისე გადახილი აქვს, რომ მაგის გამო არც პატლებს არ დადგავს ვიღაცა და არც არაფრად. ანუ ამიტომ ქოცები ამას ახერხებენ, რომ სახელ გადახილ ტიპებზე, აი ეს ხო იცი კაცო რა, ხო იცი როგორ იცეოდა და ამა ესენი მართლა იცეოდნენ მანამდე. თები ამბავი ამაში მდგომარეობს, რომ აი ეს რაღაცა რეპუტაციულობა არ არსებობს და შენც გიტყდება იქ რა, ანუ აი ვის მიიჩნევთ თანამოაზრეთ ახლა რომელ პოლიტიკურ ძალას, რომელ მედია საშუალებას მიიჩნევთ თანამოაზრეთ სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლის დროს. ხო ვერავიზე ვერ იტყვი, ამას მივიჩნევო, გეტყვის კაი შენ დედაცოტე ამასთან ვაფშე რა მინდაო ხალხი გეტყვის, ეს მეც თელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს. და იქნებ მოდი რაღაცაი პირდაპირ გამოვიდეს, აი ნიჭიერი ადამიანების კონცენტრაცია მოხდეს, აი კონკრეტული მიზნით, რომ აი თავრობამ აგიგზალა ის რომ აგინო. გეუბნება რომ შენი გამოსწორება მინდა, მე არ მაგინო, აგიგზალება. ზოგადად მე რო გაგინო პრობლემა არ არის. შენ მაინც ვერ მოითხოვ ვერაფერს, მაინც ვერ დამჯი, ვერაფერს ვერ იზამ. შეურაცხყოფა მოგენო ვერაფერს, მაგრამ შენ რომ მაგინო შეურაცხყოფილმა. მაშინ დაგიჭერ. ხო და ну ამას მე ვფიქრობ რომ ცალკე აღებულები მიუხედავად ვიღაცა მოგწონს არ მოგწონს ამის მიუხედავად ყველა თავისი ინდივიდუალური ძალები და თავისი ნიჭის შესაბამისად რაღაცა პასუხი უნდა გასცეს. და უნდა დაორგანიზდეს. ეს ხო ახლა ფიქრობდი რომ გიშვენი რა. ნიჭი ხო რაღაც რითმის ნიჭი არ არის. ანუ ნიჭზე ალბათ რომ მათ შორის სწორის და არასწორის გარჩევის ნიჭი გქონდეს რა. ანუ აი რაღაც შეიძლება არ აღმოგაჩნდეს იმ ლექსს სადე. ანუ просто სადე რა. ხო და თუ ბევრს ეს ნიჭი აღმოაჩნდა, ვიღაცას რითმის ნიჭის აღმოაჩნდება.
კი, ბევრი მცდელობიდან რაღაც გამოყოლა ვარიანტში. და ნუ უბრალოდ ნუ წახალისებს, მე წახალისებული უფრო უკეთეს რაღაც მოიწევს. ყველა ვინც მე წერს, მე ყველას თავაზობ, რომ თუნდაც ჩვენი მიმები ჯგუფია, ბაბლია, გაიშნია რაღაც და როგორ დაპოსტონ, თავის ვოლზე დაპოსტონ რაღაცა და ხო დავინახავთ, ვიღაცას ხო გაისვრისა. 1, 2, 10, 20, 30 და რაღაც გაისვრის და თან ეხლა ეს ნაკადი რო წამოვიდეს, ამოიგინე რა თავრობის დაცინვის, თუნდაც უხარისხო რა ნაკადი, ხო, თავრო მიხვდება, რომ რაღაც მომენტში ის უხარისხოა და მე ვიღაცა მიაგნებს იმას და მე უკვე გვიანი იქნება. იმის არ იყოს რომ ისტორია მოყევი, რომ დაწერენ ახლა შენზე კარგს იმას რა სკალპერს თუ რაც ქვია, დამთავრდება შენი მომავალი. ხო და ამიტომ დასაწყებია, ჩვენც დავიწყებთ ან რაღაც აქტიურობა გეგმავთ, რაღაცა გაკეთებულის გვაქვს, ნელა გამოუშვებთ. და ნუ ჩვენ ძალებით ვაკეთებთ, მაგრამ ძალიან გაგვიხარდება, რომ ნიჭიერი ხალხი გამოჩნდეს, შემოგვიერთდეს, ჯერ მინიმუმ, ან თუ ახლა გვიცნობთ რაღაცა ისე მოდით დაველაპარაკოთ ამ შემდეგ, თუ არა და უბრალოდ იაქტიურებთ ჩვენ ჯგუფებში თქვენ ვოლზე ისე ხო სიტყვის თავისუფლებისთვის ფულის მოცემას ნიჭიერების ნიშანია. რა? დაფინანსება ჩვენი? ნუ აი ნახეთ როგორი ნიჭიერების კიდე ერთი გზა შეგაქვთ გაგეხსნათ. ჩვენ დავიქირავთ ნიჭიერ პოეტს. კი ბატონო. თქვენ დაფინანსებთ ერთ-ერთ პარტიას, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ რომელსაც ვინც ვეძებს ნიჭს კიდე. ანუ ნიჭიერ ადამიანებს და თქვენ მოგეცით ფული, ჩვენ დავიქირავთ ნიჭს. კი ბატონო, ბევრად უფრო ვიღაცამ დაწერა გუშინას ლაივი მქონდა ღამე და კომენტარი დამიწერა, რომ რა კარგი ანალიზი გააკეთეთ, მაგრამ ერთი ნაკლი გაქვთ, მოქმედებაში არის აი სახებაო და აი რა დაგაკეთეთ მე კა ბატონო. ვიწერა არ მფარს ხამეთი, აი კიდე რა გავაკეთო, კი ლაპარაკეთ, გელაპარაკეთ, ტელევიზიას ვაკეთებ, რა პარტია გვაქვს, ამას ვაკეთებ, მიტინგებსაც ვაწყობთ, კიდე რა გავაკეთებ. რით მოგაწონოთ თავი? ხო. კაი, ზარიან, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა იყო. ჩემი როგორც კლასიკურ მუსიკაში, ისე პოეზიაში ყველაფერი უკვე დაწერილია, არის დაწერილი რა თქმა უნდა, ყველაფერი წინ არის ალბათ, მაგრამ ნახოთ. სიტყვა კორუფცია თავის შინაარსით გარყვნას ნიშნავს. ხოცებს სულ კორუფცია რომ აკერიათ პირზე, შეუგდეთ რომ გარყვნას ნიშნავს. ნუ ოკეი. არაკაც ამდენი სიტყვა, ჩვეულებრივი სიტყვა, რომელიც შეურაცხყოფელია თუ არასდროს გამოიყენებდა. ხო, ცილის წამება შეურაცხყოფელი. ანუ სინამდვილეში არის ნებისმიერი სიტყვებით ნიშნულობა რა აქვს რა სიტყვას რაც გამოიყენებ თუ ადამიანს ცილს წამებ ეს შეურაცხყოფელია. რა უბრალოდ რაღაცა სიტყვის გამო ფონეტიკაზე ანუ რაღაც ჟღერადობაზე ხო არ შეიძლება გაბრას. კაი, მე მგონი შეგვიძლია ნელა გავიდეთ თერიდან. რამე ხარ დავრჩა. ესეთი რაც კიდევ რაც გეთქვა და ნუ ესეთი არაფერია. კარგი, მადლობა რომ ჩვენთან იყავით. ადევნეთ თვალით ჩვენ აქტივობას, თქვენც იაქტიურეთ და მოდით ერთად დავამარცხოთ თავრობა, რომელიც აი ესე უშნოდ და უადგილოდ ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. დროებით წარმატებებს გისურვებთ, გამოგეხმაურეთ, გამოავლინეთ საკუთარი ნიჭი.